ხდება ქართულ კულტურაში. კულტურის სამინისტროსა და ხელოვანებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება. რა არ მოსწონთ კულტურის მოღვაწეებს და რატომ თვლიან ისინი, რომ დღეს მათთვის სამინისტროს კარი ისეა ჩაკეტილი, როგორც არასდროს. ყველაზე საწყენი და სამწუხარო იცით რა არის? ჩვენ არავინ არ გვისმენს. საქართველოს კულტურის მინისტრობას ცოტა რაღაცა სხვა ჭირდება, მე ასე მგონია. არც ერთ პრემიერას არ ესწრება, არც ფესტივალს, ასე ვთქვათ, არ ესწრება. რა პასუხი აქვს კულტურის სამინისტროს ხელოვანების ბრალდებებზე? აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. უნდა აფინანსებდეს თუ არა ბიუჯეტი უცხოელი მომღერლების ჩამოყვანას და კონცერტებს მაშინ, როცა ქართველ ხელოვანებს თავის გატანა უჭირთ. დღეს პრიორიტეტში ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი, გოგა პიპინაშვილი, ნიკუშა შენგელაია, ბესო ზანგური, ქეთი დოლიძე, შოთა კალანდაძე, მერაბ ჭიქაშვილი, მარიკა სამანიშვილი, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ხელისუფლების სახელით კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. დაელოდეთ 8 საათი პრიორიტეტის დროა. გამარჯობა, ეს არის გადაცემა პრიორიტეტი, მე მაკარ აზმაძე ვარ. მიშა გიორგაძე არის ბიზნესმენი და არა კულტურის სფეროს წარმომადგენელი. სახელმწიფოს ბიუჯეტის ფულით მეც თქვენს და ნებისმიერი ადამიანიც ვისაც გინდათ იმას ჩამოვიყვანთ. კულტურის სამინისტროს დანიშნულება თუ მხოლოდ უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანაა, მაშინ რა საჭიროა ეს უწყება? მაგათ დააქციეს და გაანადგურეს ის საქმეები, რაც მინისტრ ოდიშარიას დროს დაიწყო. ეს ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკის განცხადება ყოფილი კულტურის მინისტრ ოდიშარიას მოადგილეს. ვინ იზიარებს ამ მოსაზრებას და ვინ არა? დაქცეულია თუ არა თანამედროვე ქართული კულტურა და როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ქართული კულტურის მოღვაწეებს? რატომ თვლიან ისინი, რომ დღეს როგორც არასდროს ისეა ჩაკეტილი მათთვის კულტურის სამინისტროს კარები? ეს არის ერთი კლანი, რომელიც სხვას ყველას ბლოკავს. თავად კი არ გააჩნია არანაირი კომპეტენცია. მათ ეგოიმებად ყველაფერი ქართული. ოპონენტების ამ და სხვა ბრალდებებზე კულტურის მინისტრმა დღეს ახალ ამბებთან კომენტარი გააკეთა. აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომლებიც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი და ჩემი ბრძანებით დამტკიცებული ის ღონისძიებები, რომლებსაც აფინანსებს კულტურის სამინისტრო და თავად დარწმუნდებით ამაში. კითხვაზე რატომ ითხოვენ თქვენს გადადგომას? პასუხია წარმოდგენა არ მაქვს. რა ხდება ქართულ კულტურაში? გადაცემის სტუმრები არიან ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი, გოგა პიპინაშვილი, ნიკუშა შენგელაია, ბესო ზანგური, ქეთი დოლიძე, შოთა კალანდაძე, მერაბ ჭიქაშვილი, მარიკა სამანიშვილი, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. გადაცემის მეორე ნაწილში პრიორიტეტის შეკითხვებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონებო, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში, ხართ ჩვენთან ერთად. თქვენი ნებართვით ქეთი დოლიძე არის ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ხაზზე. მოგესალმებით ქალბატონო ქეთი და სწორედ მას დაუსვამ პირველ შეკითხვას. ქალბატონო ქეთი, თქვენ დაიწყეთ ასე ქვია ეს კამპანია, რადგან პირველი იყავით ვინც კულტურის მინისტრის წინააღმდეგ გამოხვედით და გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვით. რატომ რა არ მოგწონთ დღევანდელი კულტურის მინისტრის? მიხეილ გიორგაძეს რას ედავება ქეთი დოლიძე? თქვენ თქვით ისიც, რომ მინისტრი უნდა წავიდეს თანამდებობიდან, რატომ? ქეთი დოლიძეს დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში. დიახ, და ბატონო ბადრი, თქვენი მოსაზრებები წავიკითხე ახლა შესავალ ტექსტში. რამ გაიძულათ, რომ ეს გეთქვათ? აი რა გულისხმება ამაში იქნებ გითხრათ? მე დღევანდელი ამბები ნამდვილად არ ვიცოდი რა ხდებოდა, თუ ესეთი აქტუალური გახდა ისევ კულტურას და ზესაუბარი. კულტურა ყოველთვის აქტუალურია. კი, სიტყვიერად კი, მაგრამ ისე ვერ ხედავდი, რომ ესე იყო. ჩემი აზრია. ეს სტატია დავწერე უცოცხლად ინტერვიუზე იყვნენ ჩემთან და დაახლოებით 9 წლის წინ იყო. იცით რაზეა საქმე? იმის შემდეგ მე არ ვიცი, ხა ბევრი რამე არ შეცვლილა, მაგრამ აი ბატონი გურამის პერიოდში, როდესაც მინისტრი იყო, აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები იყო. ერთი იყო აუცილებლად მიაჩნდა ბატონ გურამს და რა თქმა უნდა მე ჩვენც გავიზიარეთ, რომ რეგიონების ჩართვა კულტურულ ცხოვრებაში. თუ გადახედავთ ჩვენ საქართველოს კულტურის ისტორიას, ძირითადი ვინც ჩვენთვის საამაყოა მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, სულ რეგიონებიდან არიან ჩამოსულები და აქედან გამომდინარე იმ პერიოდში ჩვენთვის იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება და ძალიან ბევრი რამე გაკეთდა იმ პერიოდში.
თუნდაც ის 95 სახელოვნებო შვიდწლედი დაარსდა რეგიონებში, ეს იყო ძალიან დიდი საქმე. Plus კინოთეატრები, კინოკლუბები, მოდით ესე ვთქვათ, კინოთეატრს უნდა ვარქმევთ. კულტურის სახლები. არა, იცით, კულტურის სახლებზე მუშაობდით, მაგრამ გაკეთდა კინოკლუბები, ასე ვთქვათ, სადაც პროპაგანდას უწევდით, ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ეს გვიწევდა ქართულ ფილმებს, ქართულ კულტურას და 47 ფილმი დარიგდა ამ 25 კინოთეატრში. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ აბსოლუტურად ეს მთელი სისტემა აწყობილი, რომელიც რა ვიცი, რაც დამოუკიდებელია საქართველოს, ნუ მიწყეს, ნუ რავი, ნელ-ნელა რეგრესისკენ მივდივართ. რატომ მიზეზი რა არის? იცით, მაგას მე ვერ გეტყვით ნამდვილად. ნუ 2005 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით და რატო იცით თუ არ მთავრობამ დაამტკიცა ეს ბრძანება იყო, ანუ დეცენტრალიზაცია მოხდა. კულტურის სახლების, კულტურის სასწავლებლებისთვის, სასწავლებლების ტექნიკუმები მილევად რეჟიმში გადაიყვანეს. ისმით, ანუ დეცენტრალიზაცია მოხდა, რამდენი გეგულებათ ახლა თქვენ რეგიონში, არავინ არ მიწყენს, რომ იყოს ისეთი ცოდნე და უშუალოდ აი მუსიკის ავიღოთ ამ ხატობის შო ჩაიბაროს, გააზარდოს ბავშვები და სწორგზაზე დააყენოს. დეცენტრალიზაცია აფით არ შეიძლება, ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, რომ ეს იყო ნოდარ ჟვანია, თათა ლიჩელი, ნანა ლორია და ასე შემდეგ, ეს ხალხი დადიოდა რეგიონებში. უტარებდა მასტერკლასებს, პედაგოგებს კვალიფიკაციას უმაღლებდა. ანუ სისტემა რომ შეიცვალა, სისტემის შეცვლა დაიწყეს. არ გაამართლებს. და ვერასოდეს ვერ გაამართლებს. ეხლა ყველა გამგებელს მე დიდ პატივს ვცემა. არ შეიძლება სახელოვნებო სკოლის დიპლომი ჩაიბაროს გამგებელმა და ხელი მოაწეროს დიპლომზე. ეს აბსურდია. აბსურდია. ეს სისტემაში მოვიყვანეთ პროგრამები შეიქმნა, სასწავლო გეგმები შეიქმნა, ჩადიოდნენ რეგიონებში ეს ხალხი ვინც დავასახელა, რატომღაც მე ისე გადაწყვიტეს ამ ახალმა მთავრობამ კულტურის სამინისტროში, რომ ეს ყველაფერი იყო ზედმეტი და დაინგრა ეს სისტემა და მე ესე ვთვლი და არ ვიცი აგერ აქ ხედან ხალხი რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საქმეში თუ არა აი ბავშვობიდან დაწყება ხელოვნებისთან ზიარება ისე არაფერი არ გასაგებია. კეთი დოლიძე დაგვიბრუნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ პირდაპირ ეთერში. კეთი, თუ გესმოდათ, მე ჩემი შეკითხვა თორე და გაგიმეორე. კი, ყველაფერი მესმოდა. არა, არ მინდა გამეორება, ყველაფერი მესმოდა. საქმე იმაშია, რომ მე არ ვიყავი პირველი, ვინც ეს დავიწყე. მართალია მე ეს მოჩხუბარის იმეჯი მაქვს, მაგრამ არ ვიყავი მე მგონია არ ვიცი უამრავი ზაზა შენგელიას თამადობით უამრავი კომპანია, რომელიც ასევე მშვენივრად მუშაობს შოუ ბიზნესზე, ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, გამოდიოდნენ და მე არ ვიყავი მარტო ვისაც ქონდა რაღაც პრეტენზია. მარტო არა, ერთ-ერთი პირველი მეთქი ეს გითხარი. ერთ-ერთი პირველი, ხო, კი ბატონო, მაგრამ როდესაც მე საერთოდ მინდა გითხრათ ძალიან დიდი მოურიდებით, ნურავის ნუ ეწყინება, მაგრამ როდესაც კულტურის სამინისტროზეა ლაპარაკი და განსაკუთრებით მინისტრზე, რომელიც წინაღამეს არ უნდა ყოფილიყო მინისტრი, უნდა ყოფილიყო სხვა კახა კანდელაკი და მე ერთხამში გადაიფიქრეს და გიორგაძე დაინიშნა ეს ყველამ ვიცით რომ რა მოხდა რა გულისხმობს არა მე არ ვიცი ამიტომ ნუ მეკითხებით იმას რაზეც პასუხი არ მაქვს მაგრამ საერთოდ მე მგონია რომ ეს გუნდი Mr. Promotion-ი უпростоრეთ ეს 4 თუ 5 ადამიანი მშვენივრად აკეთებდა თავის ჯაზ ფესტივალს გამეურჩეოდნენ იმით სიჭკვიანურად იქცეოდნენ ყველა მთავრობასთან, ამიტომ ყველა მთავრობა მათ ყოველთვის ეხმარებოდა, ყოველთვის ხელდა, წინა მთავრობაში მაგალითად ქალბატონ სანდრა რულოს ჰქონდა აღებული პატრონაჟი ფესტივალზე, ისინი აკეთებენ შესანიშნავ ფესტივალს, კარგად აკეთებენ ამას და იციან და მე მგონია რომ ეს იყო მათ საქმე. როდესაც კულტურის მინისტრზე ლაპარაკი და სამინისტროს მესვეურებზე მე ვისურვებდი რომ კულტურის მინისტრად მყავდეს ადამიანი ღმერთმა კარგად ამყოფოს მიშა გიორგაძეს და ყველანი, მაგრამ რომელსაც რაღაცა
საქციელები აქვს შადენილი თავის ცხოვრებაში, რომელსაც ხმა აქვს ამოღებული რაღაცა რას ნიშნავს საქციელები აქვს შადენილი? რას ნიშნავს? მიხეილ გიორგაძეს არა აქვს არანაირი საქციელი. არა, მე ასე მგონია, რომ კარგად უბიოგრაფიოა დამსახურებები არა აქვს. არა, უბიოგრაფიო, რატოა უბიოგრაფიო? ჯაზ ფესტივალს აკეთებდა, მეტი რა დამსახურება აქვს იმისთვის, რომ ამ ხელა ქვეყნის ურთულესი ქვეყნის უდიდესი კულტურის ქვეყნის, აი კულტურის მინისტრი იყოს. მე პირადად არ დავნიშნავდი. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მენეჯმენტი იცის და ის მენეჯმენტი ყველა მიცის თუ ბევრი ფული გაგდა. როდესაც შენ პრიორიტეტად უკვე ღიად აშკარად 3 წელიწადი ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. გაქვს მხოლოდ ჯაზ ფესტივალი, მხოლოდ ის და მერე უკვე 20 მილიონს, 18 მილიონს ხარჯავ რაღაც ისეთ ღონისძიებებში, რომ იმაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. მე რა თქმა უნდა ხა ჩემ თავზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს 97 წელს დაწყებული ეს გრანდიოზული ფესტივალი, რომელიც სხვათა შორის თუმანიშვილის სახელს ატარებს და რა თქმა უნდა მანანა ბერიკაშვილმაც ჩემმა ახლობელმა ეს ძალიან კარგად იცის, უცებ ესე იგი, როდესაც გაჩერდა 5 წელი, მაშინაც ხო არავის არ ამოუღია ხმა. იგივე მიშა გიორგაძე, ვის გვერდითაც მარჯანიშვილის თეატრში მე ვიწყებდი ამ ფესტივალს, ისინი ჯაზ ფესტივალს 97-ში და ჩვენ გიფტი დავიწყეთ, რომლის გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი შემქმნელი იყო გაიოს კანდელაკი, რომელთან ერთადაც ჩვენ ბევრი სიკეთე და კარგი საქმე გაკეთებული. ანუ მისი მოადგილის კახა კანდელაკის მამაზე საუბრობ თქვენ. კი, გაიოს კანდელაკი. არ შეხვედრი ხართ მიხეილ გიორგაძეს. მინისტრს არ შეხვედრი ხართ, აი თქვენი ეს პრეტენზიები არ გითხოვთ მისთვის პირადად. როგორც კი ერთი წუთით, როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მე შევედი, იქ იყო კახა კანდელაკიც, იყო მიხეილ გიორგაძეს და მე უთხარი, თქვენ იცით, ფესტივალის საჩუქარი იყო 5 წელი გაჩერებული, იყო გაჩერებული უზნეოდ, უსინდისოდ, საპირწონეთ მოიგონეს სხვა ფესტივალი და ძალიან კარგი რომ კიდე არსებობს ერთი ფესტივალი თეატრალური, მაგრამ რა თქმა უნდა ის ფესტივალი იყო დაარსებული იმიტომაც, რომ იმ პერიოდში გაჩერებული იყო ეს ფესტივალი. ნუ ყოველ შემთხვევაში გაჩერდა. რეაქცია საფინანსება არ მოუწია თქვენთვის მიხეილ გიორგაძეს, აი თუნდაც ამ ფესტივალის ხარჯებს. გიორგაძეს არაფერი არ მოუწია. ეს ფესტივალს ფული თავის დროზე, როდესაც დააბრუნა ფესტივალი და სიცოცხლე დაუბრუნა მას პრემიერ-მინისტრმა და არაპიროვნებამ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ის მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მან ჩათვალა, რომ ჩვენი ფესტივალი იყო ძალიან არაკეთილსინდისიერად გაჩერებული და 5 თვე გადაგდებული სანაგვეზე, მან დააბრუნა ეს ფესტივალი და ამ ფესტივალს ჰქონდა ბიუჯეტი. მიხეილ გიორგაძის ხელში ეს ბიუჯეტი განახევრდა. ყველას მოაკლდა, გვითხრეს, რომ მოიჭირეთ კამრები 10% დაგაკლდებათ. ხელფასზე ამაზე გასაგებია. ქვეყანას უჭირს დავიკელით. ეხლა როგორ მოხდა, რომ ფესტივალს დააკლდა 50% და ამაზე იცით რამდენ ეხლა იქნება თქვენ მეორე ნახევარში და რეებს სიტყვის იცით, გაიმართლებს თავს ამით, იმით. ჩვენ მის პასუხებს მოვისმენთ დიდი ინტერესით. ქალბატონო კეთი, დიდი მადლობა. ნიკუშა შენგელაიასთან მინდა გადავიდე. კი ბატონო, კიდე დაგიბრუნდები. ძალიან გთხოვ. კი ბატონო, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, როდესაც მე არ ველოდები, რომ ჩვენ დღეს საქართველოში დაგვებადება და აღმოცენდება ანდრე მალრო. არ გვეყოლება ანდრე მალრო, შეიძლება დიდხანს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ კულტურას უნდა მართავდეს ხალხი, ვისაც ერთდროულად ერთნაირად შეტკივა გული. თუმანიშვილის თეატრზეც და არ ყავს ფავორიტები, ფესტივალზე და არ ყავს ფავორიტები, სხვა თეატრებზე, რეგიონებზე, რაც ეხლა ბადრი გრუზინსკი ილაპარაკა, აბსოლუტურად ვეთანხმები. იგივე ხურითები დადიოდნენ რეგიონებში, უამრავი რამ კეთდებოდა. ეხლა თუ გყავს, რა თქმა უნდა, რეგიონშიც და სხვადასხვა რეგიონში და ეხლა ბათუმში ვარ და ისეთი ადამიანი როგორც არის ანდრუ ენუქიძე, პრობლემა არ არის. მით უმეტეს, რომელსაც აჭარის მთავრობა ეხმარება, მაგრამ მე ასე მგონია, რომ კულტურის მინისტრს უნდა ტკიუდეს ყველა.
და არ შეიძლება კულტურის მინისტრმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი, რომელსაც აქვს საერთაშორისო დირექტორატი, მართავს, არაფერს არ გაუწიოს ანგარიში და ასე პრაქტიკულად გაანადგუროს. დიდი მადლობა ნიკუშა შენგელაიას, თან მინდა გადავიდე ამ შეკითხვით. ნიკუშა, თქვენ უსმენდით კეთი დოლიძის გულის ტკივილს. როგორ ფიქრობთ, მიხეილ გიორგაძე უნდა გადადგეს, როგორც ამას ითხოვს კეთი დოლიძე და რა ვიცი, ზოგადად რას ფიქრობთ, როგორი სიტუაცია არის დღეს? ცოტა ცუდად მესმის თქვენი ხმა. არის მის ჩემი ხმა. კეთის ხმა ცუდად მესმოდა. ისმის, მაგრამ გარკვევით არ ისმის რა და მე როგორც ხვდები, ზოგადად კულტურის პრობლემაზეა ხო საუბარი. დიახ, რა თქმა უნდა, კეთი დოლიძე ითხოვს, რომ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უნდა გადადგეს, რადგან ის არ არის ყველა ხელოვანის მინისტრი და მხოლოდ გარკვეული ერთი მიმართულება აინტერესებს, ერთი ჯგუფი, ერთი კლანი, ასე ვთქვათ. თქვენ ეთანხმებით თუ არა? მაკა, მოდი საქართველოს კულტურის და ხელოვნების პრობლემას თუ გადავიტანთ ესე რა. მე არ მახსოვს, რომ ვინმე კმაყოფილი იყოს კულტურის მინისტრი და ყოველთვის გამოინახება უკმაყოფილებაც და რაღაცა. თუ გაინტერესებთ ამ თემაზე სერიოზული საუბარი, მე მზად ვარ სერიოზულად ვილაპარაკო, თუ რა ჭირდება, რომ განვითარდეს ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება. კულტურა ზოგადად უფრო ფართომცნებაა, არის ხელოვნება. თუ გაინტერესებთ ეს თემა და არ ვისაუბროთ იმაზე, მე როგორი მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მე რა შეხებაც ქონდა კულტურის სამინისტროსთან. ყველაფერს აქვს თავის ფარგლები და საზომები და შესაძლებლობები. მე ვთვლი, რომ პრობლემა იმაშია, რომ ზოგადად ხანდახან კულტურას უყურებენ, როგორც არ ვიცი, შეიძლება გართობის სფერო და რაღაცა. თუ რამე შესამცირებელია ბიუჯეტში პირველად კულტურას, თუ რაღაცა, არა და ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი კულტურა ერთადერთი, რითიც შეგვიძლია ჩვენ დღეს ვიამაყოთ, რითიც მოგვაქვს თავი, ეს არის ტრადიციულად ქართული კულტურა. ამიტომ ქართული როგორც ნათქვამია, არა მხოლოდ პურით არის ადამიანი, არამედ აი ამ სულიერების წყარო და იმ თქვენი ხმა მესმის, სულად კითხვა არ მესმის. არის ქართული კულტურა. მე არ ვსაუბრობ და იმიტომ არ მოდი ვიმძელოთ ხო, სათანადოდ როგორ გავანვითაროთ კულტურა, როგორ არის ეს ევროპაში, როგორ არის სხვა ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში არის ფონდები, არის ჩვენი სახელმწიფო არ არის ძალიან მდიდარი და უამრავი პრობლემა აქვს სხვა. დიახ, ბატონო ნიკუშა, ვიღაც საუბრობს ხუში და მე მესმის, არ ვიცი ვინ საუბრობს. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ვისაუბროთ იმაზე თუ რა შეიძლება კიდე გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველაფერს, როგორც ქალბატონი კეთის ფესტივალს, ასე სხვა თეატრალურ ფესტივალებს, ესენი აუცილებლად უნდა იყვნენ და უნდა დაკმაყოფილდნენ, მაგრამ საიდან და როგორ, ხო უნდა ვიკითხოთ, არა? რა შესაძლებლობები არსებობს, ხო? მაგალითად, აი აქამდე მე მინდა გითხრათ, რომ ამდენს ვამაყობთ ქართული კინოთი, ხო? მაგალითად, აი ამ თვეში ორი მოწვევა და ორი თხოვნა მქონდა ლონდონიდან და ტოკიოდან, რომ შენგელაების რეტროსპექტივის გაკეთება უნდა და აღმოჩნდა, რომ მათი ფილმების ციფრზე, ხარისხიან მატარებლებზე არ არის გადატანილი. ასევე სხვისი ფილმები ქართული კინოს დამაარსებლების, ასევე სულ ყველასი ბატონი სიკოცა კეთი აქ არის, ყველას ფილმები არ არის გადატანილი ციფრებზე. ამდენ წელია ამის რესურსი არ გამოიყო. მე მინდა გითხრათ, რომ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ფონდი ქართულ რა ძალიან სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა ძალიან ბევრი რამე. როგორც ქართული თეატრები, ასევე ოპერა, ასევე კინო და უამრავი ბატონო ნიკუშა, სწორედ ამიტომ ჩვენ საუბრობთ კულტურის სამინისტროზე, ვისაც პირდაპირ ევალება ქართული კულტურის მიმართულებები გარკვეული და რაღაცა პატრონობა, ასე ვთქვათ. თქვენ ხართ თუ არა კმაყოფილი კულტურის სამინისტროს მუშაობით, სწორედ ამიტომ გეკითხებით. ის აკმაყოფილებს თუ არა აი მოთხოვნებს, რაც აქვთ ქართველ ხელოვანებს. არის თუ არა სწორი და უშუალოდ მისი მიმართულებები. კეთი დოლიძე ასევე აცხადებს, რომ სამინისტროდან არ დადიან არც პრემიერებზე, არც ფილმების დაუშვათ ჩვენებებზე და ასე შემდეგ. აი ეთანხმებით თუ არა, შეხვედრები არ აქვთ ხელოვანებთან, კულტურის სამინისტროს კარები ჩაკეტილია დღეს ისე როგორც არასდროს. აი თქვენ თუ გეკითხებიან დაუშვათ აზრს თუ არ ხვდებაო მინისტრი, არ ხვდება არავისო ხელოვანებსო. ვის არ ხვდება? ხელოვანები არ ხვდები ამას კონკრეტულად. დარაჯა
დარაჯად კი არ მუშაობ კულტურის სამინისტროში. მე რა ხდება კულტურის სამინისტრო დეტალურად ჩახედული არა, მაგრამ რა შეხებაც ჰქონდა შესაძლებლობის და მიხედვით ყველა ცდილობს რაღაც გააკეთოს. უამრავ დაპატიჟებული ვიყავი წიგნების გამომცემლობაზე, ხა ბოლოს სერგო ქობულაძის წიგნის გამოცემა იყო, უამრავ გამოფენაზე, როგორ არ ხვდებიან? იცით რა, ყველას ვერ დააკმაყოფილებ, ვიღაცა იქნება უკმაყოფილო, მაგრამ მოდი ჩვენიდან გამომდინარე კი არ ვისაუბროთ. ვისაუბროთ ქართულ კულტურას როგორ განვითაროთ და ხელოვნება რა. და როგორ გავაკეთოთ. ზოგს ეს პიროვნება მოსწონს, ეხლა მე გავიგე, მალრო რო არ იქნება გასაგებია, მაგრამ ვიღაცა ხო უნდა იყოს არა? ვინ უნდა იყოს? მე არ მინახია ადამიანები რომ ყველა კმაყოფილი იყოს ვიღაცით. საქართველოში არ მოინახავს. მე არ ვიცი ეს ხალხი რაც შესაძლებელია რაც შესაძლებელია მე რასაც ხედავ აკეთებენ უამრავი პროექტებია რაც შესაძლებელია აკეთებენ დაფინანსებული ხო აი ქეთიდოლიძე უკმაყოფილო არ მოინახა არავინ საქართველოშიო გეოგრაფია რას არ აკეთებენ კონკრეტულად მითხარით რას არ აკეთებენ კერძოდ გარდა რაღაცა პროექტების შეიძლება რაღაცა გამორჩათ რაღაც ვერ დააფინანსეს რაღაცაზე რესურსი არ იყოთ ეს უნდა გაყონ მაგრამ ხო არსებობს რაღაცა კონკრეტული თანხა რომლის იქით ვერ აკეთებენ რაღაცას ხო თქვენ იცით რომ მე ერთი რამე მაინტერესებს ერთი წუთით ნიკუშას ვეკითხები როგორ ხდება რომ ერთადერთი ეს ფესტივალია რომლის ბიუჯეტიც განახევრდა და დანარჩენს ღმერთმა ყველას მისცეს და უნდა კონდეს არავის ხელი არ ახლეს ეს არ არის სადამსჯელო ოპერაცია აბა რა არის მითხარი თუ კი ივანიშვილმა დატოვა ამან რატო გაანახევრა ეს არის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი. ამას მართავს საერთაშორისო დირექტორატი. ისინი რომ ეკითხებიან, რატო როგორ უთხრა მე რომ 10 კოლექტივის მაგივრად 2-ც ვეღარ ჩამომყავს უკვე და ჯაზ ფესტივალს ჩამოყავს ყველა. აბა ერთი მომეც 12 მილიონი ნიკუშა და თუ ვერ ჩამოგიყვან რობი ვილიამსებიდან დაწყებული მადონათი დამთავრებული აგერ ნახავ. ასე როგორ შეიძლება ვერაფერი ვერ დაინახო და წიგნის გამოცემის გამო არის კარგი კულტურის სამინისტრო. გარშემო ნახე რამდენია უკმაყოფილო და რამდენია გულნატკენი. მე რო არ მხვდება, მე არ ხვდები. თვითონ კი არა, მე აღარ ხვდები. და არც არის აზრი არ აქვს, რატო მივიდე? რატო უნდა მივიდე, მითხარი? რატო ქალბატონოკეთი თქვენ თვლით რომ მიუღებელი პერსონა გახდით და იბლოკებით თუ რას ამბობთ ახლა ამით არა მე რატო მე რაში მაინტერესებს მე მაგალითად თვლი რომ მე ძალიან წარმატებული სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ ჩვენი თეატრის იმიტომ რომ ზურა გეწაძესთან ერთად ჩვენ გუნდთან ერთად უამრავი რამ გაკეთდა თუმანიშვილის თეატრში უამრავი საერთაშორისო პროექტი როგორ შეიძლება აი მოხდა ისე რომ ზურა ყიფშიძეს 20 წელი ახალი როლი არ უთამაშია ქართულ სცენაზე ისეთი ხდება მეფელირზე რომ არასდროს ბილეთი არ არის ვინ არ მირეკავს ბათუმიდან ჩემი ნაცნობები ჩავიდნენ რომ ლირი ენახათ რა მოხდებოდა ერთხელ პრემიერაზე გამოჩენილიყო იგივე მანანა ბერიკაშვილი იგივე მიშა გიორგაძე არ აინტერესებთ ზურაყიფშიდე რას აკეთებს როგორი სპექტაკლი დადგა გეწაძემ აი როგორ მოხდა ესე რომ ასეთი პოპულარულია აღარ ვლაპარაკობ ახლა იმაზე რომ ჩვენ ასეთ წარმატებით ჩამოვედით ტრამვაის არც ის არ უნახავთ როგორ არა მე როცა მხვდებიან ვეუბნები რატო არ მოდიხართ ხალხო მოდით მოდის იქ ჩინოვნიკი რომელიც მეუბნება მე ხო ვიყავი არა მაგრამ ჩვენ ხო ერთი გუნდი ვართ რამდენი პრემიერა მითხარით ერთი საქართველოში რომ ვერ მოვიდეს ან მინისტრი ან მისი მოადგილე ხო უნდა იცოდე დიდი მადლობა ნიკუშას თუ უნდა პასუხი თუ არა და ჩვენ გვყავს კიდე სხვა თეატრების მსახიობებიც სტუმრად და მინდა რომ მათაც მივცეთ საშუალება საუბრის ნიკუშა ისმის არ მოიღებს არავინ ვისაც გიორგაძე აძლევს პულს ეს იცოდე აძლევს თუ არა გიორგაძე პულს ბესო ზანგურს მოდით ვკითხოთ ბესო ზანგურია ჩვენი გადაცემის სტუმარი ბესო ზანგური ბესო მოგესალმებით არავინ არ მოიღებს ხმასო კი ქეთიდოლიძემ თქვა ამ წუთას არავინ არ მოიღებს ხმას ვისაც მიხეილ გიორგაძე აძლევს ფულსო უკაცრავად შოთა მე ხა შემოგერთით და მე ამოვიღებ ხმას და ცოტა ხანში ვერ გავიგე ბესო ზანგურს დამიზახეთ ვერ გავიგე რა ბესო ზანგურს ვეკითხები ვის აძლევს ფულს მე რა ვიცი ვინ ვის აძლევს თქვენ არ გეკითხებით ბატონო ნიკუშა თქვენ არ გეკითხებით ვეკითხები ბესო ზანგურს აბა რაზე ვსაუბრობ თუ რამე პრეტენზიები გაქვთ კითხეთ იმას ვისთანაც გაქვთ პრეტენზიები
კეთის მინდა უთხრა ყველა შენი წარმატება და თქვენი თეატრის წარმატება რომ ყველას უხარია გასაგებია, მაგრამ მე რა შუაში ვარ თქვენ თუ პრეტენზია გაქვთ კულტურის სამინისტროსთან. შენ რა ვერ ხედავ, მე ვთქვი ჩემი აზრი. ხوار ვლაპარაკობ. მე კულტურის მინისტრზე ვლაპარაკობ, შენთან არ შევდივარ. ზოგადად თუ ლაპარაკობ. მე გიპასუხე. ზოგადად თუ ლაპარაკობთ კულტურაზე და ხელოვნებაზე, ვილაპარაკობთ კულტურაზე და ხელოვნებაზე. და არა მხოლოდ რა თქმა უნდა, მაგრამ მე შემიძლია ჩემი სამრეკლოდან ვილაპარაკო, იმიტომ რომ ხატრებმა ნიკუშა საქართველოში კულტურის პოლიტიკას აწარმოებს კულტურის სამინისტრო. ის არის განმანაწილებელი. ამიტომ შევძლებთ ამას. რა უჭირთ კინოს ხალხს? და თვითონ ხატრებმა თქვა მე რა ამაზე ვსაუბრობთ სწორედ, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი თემა ზუსტად. ხატრებმა ხო და მაშინ გამაგებინეთ. მაშინ გამაგებინეთ მე. რაზე ვისაუბრო? აქ რატო ჩამთეთ, რომ კეთის რა პრობლემაა კულტურის სამინისტროსთან ამაზე მე ვისაუბრო. რომ თქვენგანმა გამოთქვა საკუთარი პოზიცია. ამიტომ ჩაკ. ისეთი არის რა, აკრძალული ხერხი. თქვენ ხატვარი ხარ, მეგობარი, რა პრობლემებია თქვენთვის? კეთის ფესტივალი არ მესმიათ კაცო. თუ შეიძლება მაკარა ძალიან არ მესმის. დიახ. ორ ხმაში რომ ლაპარაკობენ, არ მესმის ყურში, რა კითხვას ვარ. კარგით, მოდით ბესო ზანგურთან გადავალ და დაგიბრუნდებით აუცილებლად. ბესო, მე დაგისვით შეკითხვა, ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კეთი დოლიძის ტექსტით დაგისვით შეკითხვა, ვისაც მიშა გიორგაძე ფულს აძლევს, ის რა თქმა უნდა მაზეც უც არ იტყვისო. რა სიტუაცია რუსთაველის თეატრში, ბესო, სადაც შენ ხარ ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი? მოგესალმები მაკა, პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. რუსთაველის თეატრში არის სტაბილურად ჯანსაღი სიტუაცია, ასე ვთქვათ, ვთამაშობთ პრემიერებს. ეხლა ხანს იყო ჩემი პრემიერა, სადღაც სისარტყელის მიღმა, ბატონი თაბუკაშვილის პიესა. მინდა შევეხო პირველ რიგში რაღაც პრემიერით დავიწყეთ ლაპარაკი და საუბარი ეთერში. სხვათა შორის არც მე არ მინახავს კულტურის მინისტრი არც ერთ პრემიერაზე მობრძანებული. ეს უკვე ალბათ იმიტომ რომ გადატვირთული გრაფიკები აქვს, მაგრამ ჩემი აზრით კულტურის მინისტრმა უნდა იაროს თეატრში. არც სხვათა შორის მისი წინამორბედი მინისტრები მინახავს, რამდენი წელიც მე ვარ რუსთაველის თეატრში. ეს პირველი. ეხლა რაც შეეხება პრობლემებს ხელოვნებასა და კულტურაში. მე მგონი ბატონი ბადრი არ გეთანხმება თავსაკნევდა რა გულისხმობთ ბატონ ბადრი? პრემიერებთან დაკავშირებით არ ვიცი. ანუ დადიოდით თქვენ? მიუხედავად იმისა, რომ მე კურატორი არ ვიყავი, ანუ ჩემთან საკურატოროს თეატრები არ შემოდიოდა. მეც ხშირად ყოფილვარ და რა თქმა უნდა ბატონი გურამი თითქმის უნდა დადიოდა ხოლმე არაცდები. ანუ წინამორბედებთან დაკავშირებით არ მიიღო თქვენი შენიშვნა ბესო ბატონმა ბადრიმ. დიახ, გისმენთ. მე ჩემს პრემიერებზე არ მინახავს არც ერთი კულტურის მინისტრი, მაკა პირდაპირ მინდა გითხრათ, სხვათა შორის ნიკა რურუას გარდა. ეხლა კარგად იცით დამოკიდებულება ჩემი რეჟიმის მიმართ და არავის რომ არც ამ მთავრობაში, იმ მთავრობაშიც კუცა არ უკიცრინებ, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ესეც კარგად იცით. ეხლა რაც შეეხება პრობლემებს. მინდა შევეხო აბსოლუტურად ყველა თეატრს. არა მხოლოდ რუსთაველის თეატრს. თითქმის ყველა თეატრს მოაჭრეს ბიუჯეტი. მე აღარ ვლაპარაკობ რა მდგომარეობაც არის რეგიონალურ თეატრებში. ერთადერთი რეგიონალური თეატრებიდან თვალსაჩინო თეატრი, ისიც იმიტომ რომ მის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი ძალიან თავგამოდებით იბრძვის ამ თეატრის მსახიობებისათვის და პერსონალისთვის, არის სანიმუშო და თითით საჩვენებელ პოზიციაზე. დანარჩენი არც ერთ რეგიონალურ თეატრში თითქმის არ შეისვლება. ალო? მაკა. არ მისმის. დიახ, ბესო, დიახ. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა უკვე გასცა პასუხი ბესო რაც შეეხება ბიუჯეტის შეკვეცას და მან თქვა რომ ეს იყო ოპტიმიზაცია და ამიტომ მოხდა ბიუჯეტის შეკვეცა. არა, გასაგებია რომ სახელმწიფოს უჭირს ესეც გავიგეთ, მაგრამ გარეთ რო გავიხედოთ, ხო, ეს ჩვენი კულტურიზაცია საერთოდ ხელოვნების მოდის იმ თაობებიდან, რომელიც მუშაობდნენ ენთუზიაზმზე, მაგრამ მაშინდელი მსახიობები ესე პირადად და შავი კონტურებით რო დავხატოთ, ხომ, თავისი სახელები და ნათამაშები როლებით ცხოვრობდნენ და დადიოდნენ ქალაქში და ეხლა უკვე ესე მომატებული ფასებით, შენ იმიტომ რომ ხარ ბესო ზანგური და თამაშობ სადღაც სისარტყელა მიღმაში, ხო, არავინ არაფერს არ გაძლევს და არავინ არაფერს არ გისვეს. ხელფასები მაინც უნდა გაიზარდოს ფასებთან ზრდასთან
აი ახლა სხვათა შორის შევეხები რა თემას. ახლა მოგვაჭრა ფონდმა ქართუმ 25% ის დახმარება ბიძინა ივანიშვილისა. კი, გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. მაგრამ ხალხს აი ამ დანამატებით და აი ამ ხელფასებით ქონდათ აწყობილი აი სესხები, რომელზეც არის დაწნობილი დღევანდელი საქართველო. კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა სხვათა შორის 25% კულტურის სამინისტრო მიითვისა. გადაეცა კულტურის სამინისტროს გასაკარგავად და მიითვისა და 25% არც ერთ მსახიობმა არ მივედი მაგამდე. მე არ ვიღებ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კოლეგები იღებენ, მაგრამ არავინ არ იცის რა. არ მივედი ჯერჯერობით მაგამდე. არ მივედი მაგამდე. არა, უბრალოდ გითხარი, კულტურა მაიღო ეგ ეს თავის. დიახ, ვიცი და ეს პრობლემები გაჩნდა იმის შემდეგ. დაგვიანება ამ ჩარიცხვებისა, დაგვიანება და პრობლემა ამ ფულებთან გაჩნდა იმის შემდეგ, რაც ფონდმა ქართუმ ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის რეგულაცია დაავალა კულტურის სამინისტროს. ნუ ეგ რო ეს ჩაკეტილია ყველასთვის, რომ არ დადიან სპექტაკლებზე, რო არ ფინანსდება არც ერთი პროექტი. არც ერთი. აი ახლა მაგალითად მიწვეული ვიყავი საფრანგეთში. ბატონი ალექსი ჯაყელი დგავდა მაკბეტს, მაკბეტი უნდა მეთამაშა ფრანგ მსახიობთან ერთად, არც კი განიხილეს თემა, აბსოლუტურად არ განიხილება. ქალბატონი კეთი არის აბსოლუტურად მართალი ყველაფერში. არ ფინანსდება ის პროექტები, რაც არის ნამდვილი ხელოვნება, რაზეც ლაპარაკობდა ნიკუშა შენგელაია, რომ ვილაპარაკოთ ჭეშმარიტ ხელოვნებაზე. რაც არის ხელოვნება, რაც არის კულტურა, რაც ჭირდება ამ ქვეყანას, რომ წარმოაჩინოს საქართველო აი ეს სახელი, რომელიც იყო პირველი კულტურის და აი ესეთი დამტყმელი ევროპაში თუ ამერიკაში თუ მთელ მსოფლიოში, აი ესო წარმოაჩინოს არც ერთი ესეთი პროექტი არ ფინანსდება. რატომ არ უნდა მიდიოდნენ და ნახულობდნენ ზურაყებშიძემ რა შექმნა და რა დადო? ხო აი ამ ასაკში თუნდაც აი მეფე ლირით რამაშეკვაძე შემდეგ ჩემთვის ეს არის როგორც ხელოვანისთვის, როგორც მსახიობისთვის ეს არის წარმოუდგენელი. შეიძლება ჩემთან არ მოხვიდე, გასაგებია ეს ჩემთვის და რაღაცნაირად გავიგებ ამას. ზურაყებშიძემ რა დადო მეფე ლირით. მე მგონი კულტურის მინისტრს უნდა გაინტერესებდეს და უნდა მიიღდიოდეს. დიახ. მოგესალმებით. იცით რა, ეხა შემოგიერთდი და არ შემილია არ თქვა. ყველას პატივს ვცემ, მე ამ მთავრობას ძალიან მხარს უჭერ. მაგრამ იცით კულტურის სამინისტროში რატო ხდება ესეთი რაღაცა არ მესმის. აი ქეთი დოლიძეს სწორად გამიგეთ, არც ახლობელია, არც ნათესავია, არც ფულს მიხდის არავინ და მე ჩემ სუბიექტურ აზრს ვამბობ. შეიძლება რომ 50% ჩამოაჭრა ხალი როდესაც 97 წელს აკეთებდა, როდესაც არც წყალი იყო, რა დღეში ვიყავით, ხო გახსოვს, უფასოდ ჩამოყავდა ხალხი. და უცბად ვიღაცამ მოინდომა, ესე იყო მენეჯერი და გახსნა ფესტივალი და ამხელა დაფინანსებებია. კი ბატონო, იმათაც გქონდეთ, მაგრამ ნუ რა ვიცი, სწორია ეს მაკა? მე არ ვიცი, აი ხა ავნერვიულდი, სწორია ეს მომენტი? დიდი მადლობა. არა, დამასრულებინეთ თუ შეიძლება. მერე ქალმა თავის სახლი ჩადო, ხო? არის ფანატიკოსი, კარგი გაგებით, ხო? ვინ რომელი დღევანდელი ფესტივალის მენეჯერი ჩაგიდებს თავის სახლს, თავის საქმისთვის. ესე იგი მართლა უყვარს, ხო, თავის საქმე, ხო? შეიძლება ესე რომ მოვექცე? შოთა, შენ ხარ კინორეჟისორი, საინტერესო კინოსფეროში ხდება, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა შემდეგ გოგა პიპინაშოს აქვს პრობლემები და ძალიან მაინტერესებს სწორედ პრობლემები. ხელოვნება, მე მგონი პირადი არა, პირადს არ გულისხმობდი რასაკვირველი. კულტურის სამინისტრო მე მგონი უნდა მოერგოს ხელოვნებას და არა ჩვენ უნდა მოვერგოთ მათ, ხო? მე ესე მგონია. არანაირი ინდივიდუალური ისენი არ არის. არის კლიშეები, აუცილებლად. აი მიდიან ახლა ფესტივალებზე, იმიტომ რომ კარგი დაფინანსება ის. მე ვინმეს ახსოვს ეს ფილმები. აი ოსკარზე სწორად ძალიან გამიხარდა რომ წავიდნენ, მაგრამ 95 წელს რომ წავიდნენ ოსკარზე, ვინმეს ახსოვდა? ახსოვთ შედევრები, ხო, ფარაჯანოვი, ახსოვთ, რომელსაც არც ოსკარზე იყო და არაფერი, ხო? მე მგონი ამას უნდა მიექცე, ინდივიდუალურობას უნდა მიექცეს ყურადღება. რაღაცა კლიშეებია, ეს არის ხელოვნება, ეს არ არის. ესე იგი, კინო ახალი ხელოვნება 100 წლის არის კინო, ცოტა მეტის. ესე იგი, მე-17 საუკუნეში რომ ჩორნი კვადრატი დაეხატა, ხო? იმის ჩაქოლავდნენ, მაგრამ ის ხო ისტორიაში მანამდე რო ყოფილიყო, მაინც შევიდოდა. თუმცა მერაბ ჭიკაშვილი სულ გადაღებებზეა და სულ რაღაცა. იცით რა შეესახება? ოსკარი არის ეხლა უკვე ბიზნესი. ნუ გონიათ რომ ოსკარზე ვინც წავიდა, ის არის დიდი რეჟისორი. ფარაჯანოვი არსად არ წასულა.
და მე მგონი აპირებს რომ სულ იყოს, ხო? ესეთი ინდივიდუალური რეჟისორი საქართველოს არ ყოლია, რომელიც სხვათა შორის 10 რაღაც ქართული წიგნი გამოვიდა, რატო კარგი ფილმები ქართული, ერთი ფილმი არ შეიტანეს ფარაჯანოვის ჩვენმა კინომცოდნეებმა, ვის ემახსოვრება ის კინომცოდნე 100 წლის მერე და ფარაჯანოვი აპირებს სულ იყოს და მაგეთი ფილმები ქართული რეჟისორები რო იღებენ უამრავია უცხოეთში ისეთი ფილმები და უკეთესი ერთი სიტყვით ჩემი სუბიექტური აზრით ერთი მოქალაქის აზრით უნდა დავაფასოთ აი ესეთი ხალხი როგორც ქეთი დოლიძეა რომელიც გადადებულია ხალხს გონია რომ ქეთი რადგან ესეთი ენერგიულია რადგან არასოდეს არ ტირის სულ შემართებულია რომ კარგად აქვს ცხოვრება მე თვითონ მომსწრევა რამდენჯერ გადაუდია ფული რამდენჯერ როგორ არის იქ საერთოდ სტუმარს იკლებენ თვითონ საჭმელს და სტუმარი რო ჩამოვიდეს თა რადონის სტუმრები ხო მე არ ვიცი აი ბაპატიეთ მე ძალიან პატივს ვცემ გიორგაძეს და ყველას არც ვიცნობ სხვათა შორის არც ერთს მაგრამ მივაქციოთ ამას ყურადღება ვის არა როგორც ადამიანი არ ვიცი როგორც ადამიანება ჩვენ მიმეს კი არ ვებძი არა უკაცრავად რო ადამიანური ფაქტორი არ ვიცნობ საუბარი არის რადგან ამ თავრობის წევრია მე ამ თავრობას უჭერ მხარს აქედან გამომდინარე ვამბობ უჭერ ვინ რას აკეთებს თავისი კულტურისთვის და ხალხის არა ეს მარტო ამ გიორგაძეს ხო არ არის რა ეს არის ჩვენი სისტემის ერთ-ერთი ხო სისტემა პოლიტიკური ფიგურა რომელიც პასუხს აგებს კულტურის სფეროზე ეს არის მიხეილ გიორგაძე რა კეთილს ვაჭე დაუხურეს პერსონა არის წინა მთავრობაში დაუხურეს კულტურის პოლიტიკის მწარმოებელი კარგი მოდი გოგაპეპინაშვილს მინდა ვკითხო წინა მთავრობაში კეთის დაუხურეს ფესტივალი საერთოდ ხო ანუ მოდი მარტო ფესტივალზე ნუ გადავიტანთ გადაცემას სამწუხარო ზოგადად ვისაუბროთ კულტურა არის ბევრად უფრო დიდი თემა და მოდით ყველა სფეროს შევეხოთ და ვინც ამბობს და თავსდებს რომ იცის რა არის ნამდვილი ხელოვნება და რა არა ცოტა ხელოვნების ისტორიას გადახედოს ვაფშე რომ არაფრად არ თვლიდნენ და მერე რომ აღმოჩნდა რომ გენიოსებია ამიტომ ცოტა ეს ირონია შეიკავონ თავი ესე იგი თვითონ უფრო მაღლა აყენებენ თავს ვიდრე ვთქვათ სეზანს შეეშალა რომ ვანგოგი არის ნიჭიერი და უნიჭო უჭწე ჩემი აზრი არის ესეთი ჩემი აზრი არის ესეთი კულტურის სამინისტრო უნდა დაკომპლექტდეს აუცილებლად რა თქმა უნდა პროფესიონალი კადრით აუცილებლად ობიექტური კადრით კულტურის სამინისტროში უნდა შეწყდეს აი ეს ძველი ნათქვამები რო არის ბიძაშვილ მამიდაშვილობანა ეს იმისიანია ეს სამისიანია ანუ რას გულისხმობ არაობიექტური არის მიხეილ გიორგაძე მიხეილ გიორგაძეს არ რომ მთლიანად კულტურის სამინისტრო არის არაობიექტური აბსოლუტურად ყველას მიმართ კულტურის სამინისტროში უნდა შეწყდეს ვიღაცების რას ნიშნავს ვიღაცამ დამბლოკოს მე რა უფლება აქვს ვიღაც ადამიანს რომელიც ზის კაბინეტში რომელიც ემსახურება საქართველოს კულტურას რომელმაც მეურა დამადოს ისა ბოკლომი და ჩამკეტოს აი რა არის ეს ვერ გავიგე დაბლოკეს ბესო არის ესეთი შემთხვევები დიდი ბოდიში აი მე არა ბლოკებიან მაკა ეს არ ახალია ფილმები არ კითხვა ვინც ვერ მიტანს ის უკაცრავად ის ფილმები რომელიც ფინანსდება არის რატომ არ არის არც რატომ არ არის არც რატომ არ გაგჩენია ეს აი კინორეჟისორი ხარ რატომ არ ვარ არც ერთ სერიალშიო ბესო ამბობს რატომ სერიალი ეხა ბესო ძალიან თქო სერიალში თუ არის ვის ემახსოვრება ისეთ სერიალი ყოველ წელს გადაიღებენ ძალიან თქო მე უარი ვთქვი მაგალითად რა თქმა უნდა არა მაგას არ ვაბო მაგამე სერიალზე არ ვჭები მე ვჭივი ერთ რამეს რომ კულტურის სამინისტრო უნდა დაკომპლექტდეს აუცილებლად პროფესიონალი ობიექტურობაში აი ესეთი კადრი და მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. რას ნიშნავს, როდესაც ხელფასი მოდიოდა დროულად, სანამ მხოლოდ ქართულზე ვიყავით. შენ გენიოს იმასთან როგორც კი გადაეცა კულტურის სამინისტროს სერიალი არ გადამრიო ის არანაირი სერიალი არ მევეხები საერთოდ ყველას გამიგეთ? საერთოდ სერიალები აბა რისთვის მიდიან? ფესო ფულის გასაკეთებლად თუ გინდა სერიალიო, მაშინ მესმისო, აგერ მაგრამ მე ჩემი სუბიექტური აზრია რომ ადამიანი მსახიობიც კი კლიშეები ედება ამ სერიალზე და ფუჭდება რა თქმა უნდა სერიალზე მე სხვა გაგებით ვაო აბსოლუტურად აზრება ადამიანების დაბლოკა კლიშირებული ცხოვრობს მთელი მსოფლიო არაფერ შუაში არ არის იყოს ქეთი დოლიძე ესე რომ ლაპარაკობს მაკა ის ქალი გამწარებული არის გამიგე ალბათ ქეთი ვერ მიახსნა სამართალს
რა თქმა უნდა ბესო და ამიტომ ლაპარაკობს ესე და ამიტომ ყვირის ბოდიში ამ სიტყვის ბოლო ხმაზე რას ნიშნავს ვერ გავიგე ჩემ რომ ამბობენ მან რომ პრემიერებზე დავდივართ მე არც ერთ პრემიერის შემდეგ შემოსული არავინ არ მინახავს კულტურის სამინისტროსა და მოელოცათ ჩემთვის 10 როლი მაქვს რა თამაშები კარგად და ცუდად ეს აბსოლუტურად გეთანხმები ხომ არც ერთხელ არ მინახავს იქნებ დარბაზში ისნენ ბესო და მოსალოცად არ შემოგვიყვება არ მედია სულ აღარ გამიკვირდება რომ ყიფშიძესთანაც არ მივიდნენ რა და არავისთან არ მივიდნენ იმიტომ რომ კულტურის სამინისტროში არის ბოლო იმაზე ჩამოწიეს თეატრი გაანახეს ბესო დაგიბრუნდებით კიდე ჯერ არ კემშიდებს ჩვენი თეატრის ერთი წამი რა მათქმევინე მაკა ბოლო ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რაც ნაციონალური მოძრაობის დროს სანამ გაუშვებდნენ რობერტ სტურუას ხელფასი ჰქონდა აი ამ თავრობის მოსვლის შემდეგ გაუნახევრდა ის ხელფასი და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს იმიტომ რომ ჩვენ თავს ვიკავებთ ჩვენ ხელოვნები ვართ იქ კულტურიზაცია უნდა შევინარჩუნოთ რაღაც დონემდე იქ ის არ შეიძლება აქ ეს არ შეიძლება და საბოლოო ჯამში მივიღეთ ერთი დიდი ბაზარი აი ეს არის დღევანდელი ცისფერი მთების სამინისტროს ოჯახი მე პირადად დიდი მადლობა ბესოს არ ვემშვიდობებით ბიუროკრატია არის მაკა ერთ სიტყვას ვიტყვი ისეთი გიორგი დონაძე მინდა შემოვიყვანო ფოლკლორის ფილმი ცენტრის დირექტორი ჩემი ბებია იმაზე უარესი ბიუროკრატია შენ რო იცოდე თითო საბუთის შედგენას რა უბედურება ჭირდება აი რა ინსტრუქციები მოდის 70 გვერდზე კულტურის სამინისტროდან ვერ მიხვდები საცხოვრობ კარგი დიდი მადლობა ძალიან ცოტა დრო გრჩება ჩვენ კიდე მეორე ნაწილში მინისტრს უნდა უპასუხოს ამ თქვენ შეკითხვებს გიორგი დონაძე არის ჩვენი სტუმარი ასევე ბატონო გიორგი დონაძე ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გვერდდება მოგესალმებით ბატონო გიორგი ერთი დიდი ბაზარი გამოვიდაო ბესო ამბობს და განახევდაო ფაქტიურად მთელი ხელფასები და ბიუჯეტი გაუნახევდათ როგორც რეგიონალურ თეატრებს ასევე თბილისში მდებარე თეატრებს თქვენთან როგორი სიტუაცია არის ფოლკლორში მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის მადლობა თქვენ ერთი მინდა ვთქვა როდესაც ქართულ კულტურაზე ვსაუბრობთ და ქართულ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ ფოლკლორს გვერდს ვერ აუვლით იმიტომ რომ არც აუარეთ და თქვენ ხართ ჩვენი სტუმარი გისმენთ თუ ჩვენ რამე სოფლიოში რამე წარმოგვაჩენს ერთ-ერთი ჩვენი ქართული ხალხური სიმღერა და ქორეოგრაფია და სხვა ფოლკლორის დარგებია. დიახ. მე ხარ შევალ თქვა პოლემიკაში ჩვენს ძვირფას ხალხთან, უბრალოდ საპოლემიკო არის თქვენი მხრიდან ბატონო გიორგი. მე მიკვირს რამოდენიმე თქვა რომ ღიდაკეტილია კულტურის სამინისტრო. მე პირიქით მგონია არის ყველაზე გახსნილი რაც კი ოდესმე ყოფილა და ამ თემაზე არ გავაგზავნებ, მე მინდა ფოლკლორში რა გაკეთდა ბოლო 2014 წლიდან დღემდე ის თქვა, იმიტომ რომ ჩვენი ბიუჯეტი არ შემცირდა, არ შეხებია თქვენს ბიუჯეტს, აი ოპტიმიზაცია. ყველას ბიუჯეტი შემცირდა, ეს არის სახელმწიფო გადაწყვეტილება და არა კულტურის სამინისტრის გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა მტკივნეულია ყველასთვის, მაგრამ ჩვენი მოსვლის დღიდან, რაც აი 2014 წლიდან დღემდე ჩვენი ბიუჯეტი გაორმაგდა და ეხლა ცოტა შეურაცხყოფილია ის რომ ვიც მიშა გიორგაძე ვისაც ფულს აძლევს, ისინი სულს არ ეთქვენ. ჯერ ესეთი ფრაზა მე მგონი არ იყო საჭირო, იმიტომ რომ ყველას რაც შეუძლია კულტურის სამინისტროს რაც აქვს ბიუჯეტი იმას ანაწილებს, როგორც ისინი თვლიან საჭიროდეს, სწორია თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ მე ვიტყვი კიდევ ერთხელ, ფოლკლორის მიმართულებით ჩვენ გავხსენით 17 სალოტპარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით. მე ჩამოთვლას არ დავიწყებ. 1000-მდე ბავშვი უფასოდ ეუბნება ქართულ ხალხურ სიმღერას და ტრადიციულ საგალობლებს. ეს არის უპრეცედენტო, იმიტომ რომ იყო წრეები, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას რეგიონში მით უმეტეს არ აქვს საშუალება იმის, რომ მშობელს სოფლებიდან ბავშვები ატარონ ქართულ ხალხურ სიმღერაზე და ჩვენ თვეში რამოდენიმე გასვლა გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, მესტიაში, ლენტეხში, ვთქვათ, აჭარაში და ასე შემდეგ და ჩვენ უყურებთ თუ რა შედეგი დაიდო ამ 2 წელიწადში 2015 წლიდან დღემდე ჩვენ გავხსენით 17 სალოტპარო სკოლა და მე რა ვიცი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერი და რა თქმა უნდა ძირითადი მხარდამჭერი ამისი არის კულტურის სამინისტრო ჩვენ მოვაწესრიგეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული უნდა მიეცეს გიჟ ადამიანს ხო დიდი ბოდიში იცით რაშია საქმე ძალიან კარგია რასაკვირველია შედევრებია და ჩვენ თუ რამით გამოვირჩევით ინდივიდუალურობით ეს არის ჩვენი ფოლკი რასაკვირველია მაგრამ ხო შეიძლება ახალ ინდივიდუალურ ხელოვან ხალხს რომელიც
არავის არ გავს და იმ ხელოვნება რომელიც არის ახალი არ ჯდება იმ ჩარჩოებში რომელიც აქამდე გაკეთებულა ხო აი მეუბნებიან მოიტანეს სცენარი როგორ უნდა მოვიტანო კინო ლექსი არ არის სცენარით გადაღებული ფილმი მაპატიეთ ბოდიში იმ სერიალზე ხა გავცეცხლი არ უნდა მეთქვა უნდა იყოს ის სერიალიც და ძალიან კარგი რომ მუშაობენ მე მივესალმებ ყველაფერი არ უნდა ბოდიშს ვიხდი არ უნდა მეთქვა იცით რა შეესაქმე ხო და მიტნის ძალიან გთხოვთ უთხარი რა აი ინდივიდუალურ ადამიანებს რომელიც არ ჯდება იმ ანუ გადავაგდოთ ბოდიშს ვიხდი რა შეიძლება ანუ თქვენ აი 7 კაცა ხო არავის არ გავს ხო შეიქმნა მე ვინედრება შედევრთა შედევრია მიცე საშუალება რომ დაასრულოს აი კინო სჭირდება თქვა კამერა ისა ესა არ მოგცემენ თუ არ ახარ ისეთი როგორიც ყველა არა და ხელოვნება მაშინ ფაზობს, როდესაც არ გევხარ თან ხარ ღრმა და უამრავი კომპონენტი, მაგრამ ერთ ხომ ეთანხმებით მე თქვენ ძალიან მიყვარს. ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ფოლკლორზე გავაგზავნო? ხო და როგორ შეიძლება ესე იგი ხელოვნება ვითომ ხელოვნებას აფინანსებს კინოში მაპატიეთ ბოდიში. არა და გიბიძგებენ რომ ქარხანა გახდე. ბოდიშს ვიხდი, მარტო კინოზე ნუ ვილაპარაკეთ ხალხო. სცენარი იყოს სხვა. უნდა გადაიღო ყველა ფილმი ისე როგორც ყველა. აი როგორც ელაპარაკობთ აქედან გადაღება იქიდან გადაღება ჩვეულებრივი რა ტრადიციული კინო და პოეზია სად არის პოეტი სად არის ჩვენ ჩავატარე ბოდიშ გავცენ პასუხს შეიძლება რა თქმა უნდა ისაუბრეთ ჩვენ ფოლკლორზე ვსაუბრობდით და თქვი მხოლოდ სალატბარო სკოლებით აღარ გავაგზავნეთ თქვენ ახალს ხო არ გქნით შედევრებს ჩვენ ახალს არა როგორ გეკადრება არა ახალი ვარიანტები იქნება ახალი ხალხი იბადება იმ ბავშვებს ახალი სიმღერა ხო არ ქნით ახალ დაწარმოებებს ხო არ ქნით იმ შედევრებს ზეპის სიტყვერება ახსენეთ თქვენ ლექსი ახსენეთ ხო ჩვენ 2015-16 წლებში 2015-16 წლებში ჩვენ ჩავატარეთ. ანუ გიორგი, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ფოლკლორი არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და თქვენ ყველაფერი კარგად არ შეიძლება რო არ ვთქვათ. იმის ფონზე რომ აი თეატრალები დაუშვათ ძალიან გულდაწყვეტილები არიან. კინოს მხარეც გულდაწყვეტილია, ესტრადა გულდაწყვეტილია. ჩვენთანაც არის პრობლემები, ჩვენთანაც არის პრობლემები, მაგრამ ეს არის სახელმწიფო პრობლემა და არა კონკრეტულად კულტურის სამინისტროს. რა თქმა უნდა, კულტურას მეტი ბიუჯეტი უნდა. რა თქმა უნდა, ეს თვითონაც კარგად იციან სამინისტრო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შემცირება მოხდა და სხვადასხვა პრობლემები ეს ქვეყნის პრობლემა ნულანვაა ზოგადად ხოლმე კი არ აინტერესებთ ყველას აინტერესებთ აღიარებული ოსტატი გავიგეთ ჩვენ პიროსმანს რა დღეში ჩავაგდეთ ჩვენ იგივე ვართ რაც ვიყავით ჩვენ ფესტივალი ჩავატარეთ 2015-16 წლებში სადაც ნახეთ ეს იყო დათვალიერება ფესტივალი მთელი 2 წლის განმავლობაში მთელი ჩვენი ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები მოგზაურეს ყველა სოფელში ყველა რეგიონში ეს იყო კულტურის სამინისტროს ხარდაჭი როგორ არ თქვა ეხა რაღან მინისტრი ჩვენ მივეჩვიეთ რომ მინისტრიას უკვე აუცილებლად სუდი უნდა ვთქვა. კონცერტებზე მოდის ხოლმე მინისტრი თქვენთან. ყველა კონცერტზე, ყველა მნიშვნელოვან კონცერტზე დაესწრო ხარ. ყველა კონცერტზე როგორ ვარ? თელ საქართველოში იმართება უამრავი კონცერტები. მინისტრი მარტო იმით არა, ბოდიშ დიდი მადლობა ბაშიოსი გოგაშვილის ერთი წუთი მაინტერესებს. უნდა კარგი პრეტენზია და უნდა მომატებით შენიშნება. დიახ, ერთი სიტყვა. ჩვენ დავაფუძნეთ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ხალხო 2015-16 წლის ზაფხულში 10,000 მსმენელი მოვიდა ბლექსი არენაზე. ამის თქვენ ხართ ძალიან სასიამოვნოა ესეთი კარგი ამბების მოსმენა. შემსრულებელი მაღალი დონის დავაკონკრეტოთ და დიდი მადლობა ჩემს უკან არა ზის შემქმნელი დიდი მსახიობი ბატონი შემქმნელი რას დოლიძე შემქმნელი და ასე შემდეგ განსხვავება თქვენ არის ბოდიშ ვიხდი თქვენ მე ვარ ასევე სახელმწიფო ანსამბლ ბასიანის ხელმძღვანელი და ერთ ახალ მუსიკას ჩვენ იცით არის ქართული ხალხური სიმღერა არის არა შედევრია მაგრამ იმას იმპროვიზაცია ჭირდება იმას უმაღლეს დონის შესრულება მაგრამ თქვენ ხო არ ქნით ახალ პროდუქტს ჩვენ ახალ პროდუქტს ქნით იმიტომ ახალ სიმღერებს ვერ დავწერთ ახლა ვერავინ ხალხურ სიმღერას რას ვამბობ იგივე დონის მუშაობა უნდა რა გისურვებთ გასაგებია გვიხარია მაგრამ ერთი წამე ჩვენს გვაცალე რა გეხვეწები გვაცალე ამდენი ხანზე დიახ ისმე წარმატებებს გისურვებთ გავიგე რომ ფოლკლორი დაფინანსებულია მაგრამ ერთ რამეს გეტყვი რა სიხარულით თქვი რომ აი ჩვენ მთელი საქართველოს მოვიარეთ ყველა მოისმინაო და მე გული მსხდება ჩვენ არტისტებს რომ არა რაიონში საშუალება რომ თეატრება იმოგზაურონ მაშინ ჩვენს გვაქვს საკუთარი შემოწმო ამაზე
თქვი რამე რა სოლიდარობა გამოგვიცხადებ მსახიობებს გავიგეთ ფოლკლორი კაი მაგრამ ვიხარ და ლაპარაკობ სიმღერაზე გავიგეთ მაგრამ იმას აიწყება გული რომ გურიაში მაგალითად მარჯანიშვილის თეატრი ვერ ჩავიდა როცა იყო ტურნე იმიტომ რომ გურიის მუნიციპალიტეტმა არ გადაუხადა ფული არ ამაკო მეც მინდა რომ მსახიობებმაც იმოგზაურო გურიაში არის უნიკალური თეატრი რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ ჩიგოგიძე და გასაგებია მაგრამ ვერ ჩავიდა მაშინ რატო ვერ ჩავიდა ერთი წამით რა გეხოცები გიორგი წარმატებებს გისურვებ მეთქი მიხარია მაგრამ გუგული და მამალი ნუ გამოგდის ეხა რა არტისტები გეუბნებით რომ მე გული მწყდება მიხარია რომ შენ ჩადიხარ 10000-მა კაცმა მოისმინა მე გული მწყდება რომ რატო გოგა პიპინაშვილი მისი თეატრი სხვა თეატრები ვერ ჩადის კაცო ვერ ჩადის ამას გეუბნები გავიგეთ ესენი გასაგებია ნუ აღარ გვიდა ხამის რა გაიგეთ კაცო ჩვენ გასაგებია მადლობა წარმატებებს გისურვებთ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან რა ძალიან რა ქვია ნერვიულობთ იმიტომ რომ ამდენი ხანი გისმენთ გავიგეთ რას მისმენთ თქვენ თქვით რომ თქვენს თქვით რომ 700 ბავშვი რომ უფასოდ ეუფლება სიმღერა ეს კარგია კარგია მეთქი გეუბნები გეუბნება ცუდია მაგრამ მე მსახიობები თეატრების სოლიდარობა რატო არ გესმის გაიგე რა რას გეუბნები რა კარგია თქო მიხარია მაგრები ხართ მაგრამ მეც მინდა რომ მსახიობების ჩავიდნენ იმ სოფლებში ხოდა ეგ თქვი რა მაგიტო ვაკრიტიკებ კულტურის მინისტრს მაგიტო გაინტერესებს რატო მაგიტო რომ თეატრები არ ფინანსდება რომ იმოგზაურო ფოთის თეატრი დაინგრა ერთხელ გითქვი არა მე ჯერ ისეთი რას ვქე ფოთის თეატრი დაინგრა ფოთის თეატრი დაინგრა ადამიანი დაშავა საერთოდ იქიდან რატო არ ამბობ ამაზე ესა თქვი რა გისმენ ამდენი ხანი დავიდა ფოთის თეატრი დაინგრა მსახიობების ძებიან გავისიაჭი ჯაროდი და ასე თქვი რამე რა გავიგეთ რომ ფული გაქვს და საშინელი პირობები არის რეგიონალურ თეატრებში კულტურის მასერავინ არიღებს და ჩუმად არიღებს იმიტომ რომ ყველა არის დაკმაყოფილებული ლანჩხუთი კულტურის სახლი რომ გაწყალებულია და საქონელი ძოვს არ გაგელობს ეგა გიო ის უკაცრავთ როგორ არ საქართველოს კულტურის სახლები გაგელობს გიო ძალიან მე მაგარი ყოფილი ვარ დაიხარე მადლობა კულტურის მინისტრს ფოლკლორი აყვავა რა ვთქვა მეტი მაგრამ დიდი მადლობა კი ბატონო ყველას არა კულტურის საქართველოს დიდი მადლობა ძალიან კაი მაგრამ სოლიდარობა გამოუცხადეთ არტისტებსაც რეჟისორებსაც მე ძალიან ბევრი მეგობარი არტისტი სოფელში ბავშვებმა ნახო გოგა პიპინაშვილი ნახო აუცილებლად ნახავ როდესაც გარემოწდება თეატრი დარწმუნებული ვარ და რა გარემოწდება ფოთის თეატრი დაინგრა თქო ეხლა და შიგრით ადამიანი დაშავდა 12 მილიონი დაჭდა ახალი თეატრი რომ ხო ახალი თეატრი დაინგრა გიო დედოფშებიცები მეტი რა ვქნა ზღვაო რა დაინგრა და კაცი დაშავდა მსახიობი კაცელია მოწყვეტილი ზმაო დაინგრა ჩუმად როცა ხარ ესე გონია ძალიან რა ის ჩვენი გაჩვენა მე უთხარი კულტურის მინისტრს რამე რა ასეო მოიღებს ეს სამთავრობის შეიძლება ეს რა მოიღებს და საერთო ჯამში იმიტომ აღვნიშნი არის ბაზარი დანგრეული თეატრები განახევრებული ხელფასები და გაჩუმებული მსახიობები რომ იმის მოიცადე მარცაში ამზადებ ბავშვებს გოგა პიპინაშვილი ბავშვებს არ ამზადებს კითხე ერთი დაინტერესებულ ხარ? გისურვებ წარმატება მე გავიგე შენ დასვი შეკითხვა რაში აკრიტიკეთ მინისტრს ხო გავიგე და გეუბნები მიხარია რა ერთი წუთი აღიდგა რა მაშინ მოვიდეს აქ და დაუმტკიცე ფაქტებით რა რა ფაქტებით კაც ჩვენ ფოლკლორი ნუ გონია რომ ერთი და ორი ძალიან დიდი მაგრამ არტისტებზე სკვირამე რა კითხვა მაქვს თქვენთან რეჟისორებზე სკვირამე გავიგე არ თქვა თუ კაი საქმე არ არის აუცილებელი არ თქვა კითხვა ძალიან ნამდვილად ძალიან ჩვენ დროში რა თეატრზე ვილაპარაკო არის ნორმალური მდგომარეობა ძალიან ნორმალური მდგომარეობაში და ამასთან მადლობა გოგა პიპინაშვილის მოსმენა მინდა მაინტერესებს არ იქნება საქმე რა ფიქრობს მსახიობი გოგა პიპინაშვილის ხალხის საყვარელი არტისტი დიახ გოგა გისმენთ ვერ შევედავები რა თქმა უნდა ამ ბატონს შესაძლოა ფოლკლორში გადასარევად გქონდეს საქმე მაგრამ მე მეჩვენება არ მინდა ესეთი მუქი ფერებით დავხატო ყველაფერი იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე საუბარს ვისმენ მე და ჩემი დამატება ამას აღარ ჭირდება ნამდვილად, მაგრამ კულტურაში საერთოდ არის ძალიან რთული და მძიმე მდგომარეობა, საერთოდ ზოგადად. არ წავალ შორს და ძალიან მოკლედ ვიტყვი 30 კაციან ჯგუფში ვერც ერთმა ბავშვმა მაგალითად ჩემი დავალება რაღაც ესეთი მინიმალური დავალება ვერ შეასრულა, მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან გეწყინებათ, მაგრამ ფაქტის წინ მდგევართ. არიციან რამაზ შიკვაძე, არიციან სოფიკო ჭიაურელი, მერწმუნეთ რომ ეს ფაქტებია.
და ჩემთვის ძალიან სავალალო და სადგენი. 16-17 წლის ასაკის მოზარდებზე. ამ პროფესიაში უნდათ, ხო? დიახ, ამ პროფესიაში მათთვის არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს და მით უფრო იმ პროფესიაში, სადაც აპირებს მისვლას. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ დავიწყოთ თეატრით, კინოთი, ფოლკლორით და დავამატოთ ამას აქვითი ხელოვნება, მუსიკა და ასე შემდეგ. ყველა სფეროში, მთლიანობაში არის ძალიან საგანგაშო და სავალალო მდგომარეობა. აი ეს არის დღევანდელი კულტურის მინისტრის პოლიტიკის ბრალი თუ ეს აი 25 წელია ბატონმა ბადრემ ესე არისო და ვერ მოხერხდა მოევლო თუ აი მაინდა-მაინც დღეს გაფუჭდა. სტრატეგიის ბრალი და ეს სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგია და ეს ყველაფერი უნდა იწყებოდეს თავიდან. აი მითხარით დღეს ჩვენი ტელესივრცე, სადაც თინეიჯერებისთვის, ახალგაზრდებისთვის თუნდაც ერთი შემეცნებითი გადაცემა არსებობს. მითხარით ასეთი. ნიშა აბსოლუტურად სარიელია და რა ისწავლოს იმ ბავშვმა თუ არა ინტერნეტი, ფეისბუქი და მაპატიოს ყველამ და აბსოლუტურად რუხი ფერის განრიგი სასპექტაკლო. რა და მერწმუნეთ რომ რას და სპექტაკლებს და მის ხარისხს, რაც არსებობს დღეს ქართულ თეატრში. ამასაც ვგულისხმობ. ანუ დაბალი დონე არის ქართულ თეატრის დღეს. ძალიან დაბალი. და მერწმუნეთ რომ ეს ნამდვილად ასეა. და თუ ვინმე შემედავება თვითონ მსახიობი ხართ. დიახ, მე ჩემი ჩათვლით ვამბობ ამას, ჩემი პირადად ჩემი ჩათვლით, იმიტომ რომ რამ გამოიწვია ეს? არ ვიცი რამდენად დაგეთანხმება. ბესოზანგური რამდენად დაგეთანხმებათ მე როჭიკაში. დღევანდელი სიტუაცია და ჩვენი სოციუმი კარნახობს იმას, რომ ჩვენ ვიქცეთ მომსახურე პერსონალად. ანუ ვგულისხმობ რომ მსახიობები გავხდით მოსამსახურეები, მივდივართ სამსახურში, ზარი ირეკება, მთავრდება სპექტაკლი და მოვდივართ სახლში. და მე ვიცხოვრე იმ თეატრში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ღამე და დღე გაერთიანებული მქონდა იქ. ანუ დღეს არის ჩვეულებრივი აი ესეთი რასაც უყურებ და ეს ემჩნევა კიდევაც სპექტაკლებს, არის აი ესეთი არა, მაგასაც ვერ დავარქმევ, რაღაცა სულ ერთია დამოკიდებულება, როგორც მაყურებლის მხრიდან, მერწმუნეთ, ასევე მსახიობებიც. ეხლა რატომ უნდა მოიკლას თავი რომელიმე მსახიობმა, როდესაც მისი შემოქმედება ბევრს არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ თქვენ მარტო ფინანსები ხომ არ არის არტისტის ხელოვნება. მარტო ანაზღაურებით ხომ არ არის ანაზღაურებაზე არ მაქვს საუბარი. იცით რა, თქვენ დაკვირვები ხართ ან ბოლოს თუ ყოფილხართ თეატრში, გამოხატვის ფორმებიც ანუ მე ვგულისხმობ აპლოდისმენტებს, გამოხატვის ფორმაც არის უფრო შევადარებდი და არ მინდა ესეთი მკვეთრი ვიყო, მაგრამ უფრო რაგბის მოედანს. მერწმუნეთ რომ ასეა. არის სტოვენა, არის ფეხების ბაკუნი, ბრახუნი, შეიძლება საქართველოში მე ესპანეთში ყოფილ ვარ, იტალიაში და ასე შემდეგ და იქ მინახავს ასეთი გამოხატვა დაუშვათ აღფრთოვანების, მაგრამ აქ არ ვიცი პრემიერისთვის ემზადებოდა ხალხი, მთელი საზოგადოება ემზადებოდა რომ რუსთაველის თეატრში იქნება პრემიერა და ამისთვის დიდი განწყობა არსებობდა თბილისში. მერწმუნეთ მე შევხები ვარ ასეთ რამეს და თვითონ მე მქონდა ეს არაჩვეულებრივი ღელვა. ასევე ჩემს თეატრში, ასევე მარჯანიშვილში და ნებისმიერ სხვა თეატრში. აი ახლა ბესომ თქვა რომ იყო პრემიერა და მაპატიოს ბესომ ღმერთის წინაშე იცის რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ, არც გამიგია. იმიტომ რომ ვარ სხვა რაღაცა თემებით დაკავებული, სხვა საქმეებით და ჩემ და სამწუხაროდ ბოდის ვიხდი, თუ მისმენს, აი ბოდის ვუხდი მას, რომ მე ეს არ მინახავს. ზურას სპექტაკლიც ერთხელ ვნახე, ისიც დასაწყისში და მე ის მეორედ ვეღარ ვნახე. აი რა გითხრათ, ჩვენ გადავიქცეთ. აღარ არის მოდაში თეატრი, რა გითხრათ, ეს ჩემი გადასახედი და მე მოდაში როგორ არ არის, მაგა უბრალოდ არ არის ინფორმაცია არ მიდის ადამიანებმა. არ არის მაგალითად სკოლაში არ არის როგორც ესე ცალკე საგნად მაინც რომ ისწავლებოდეს ან რაღაცა სატელევიზიო შემეცნებითი გადაცემები ადრე ისწავლებოდა, არც ადრე ისწავლებოდა. არა, მაგრამ უამრავი რამ არსებობდა იმისთვის რომ მოზარდს თუ წიგნთან ვერ მივიყვანდით როგორმე რაღაცა ინფორმაცია მაინც ქონოდა. დღეს აი ეს სავალალო და საგანგაშო მდგომარეობა მერწმუნეთ და ის ეხლა დაავალე, იმიტომ რომ ჩართულია ინტერნეტში, ტელევიზიაში, ნუ ასე ვთქვათ, რაღაც ფილმებში და დაავალე და აიძულე რომ შეიყვანო ქართულ თეატრში და
აუф იმას არ ჩათulis არაფრად. იმიტომ რომ ტელესივრცეც არაფერს საინტერესოს არ თავაზობს. მერწმუნეთ, ამიტომ ყველა სფეროში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არ არის მარტო კინო, არა მარტო თეატრი და ასე შემდეგ. ამას სჭირდება ქვეყნის სტრატეგია და გადაწყვეტა ჩვენ გვაქვს ეს კულტურა და ვინ არჩუნებთ ამას და განვითარდებით თუ არა, ჭირდება თუ არა. ახალი ნაბიჯი მერწმუნეთ რომ არის რეგიონებში რა ხდება? მარიკა სამანიშვილი ქუთაისიდან გვერდება. მე მგონი სპექტაკლზე შედის მარიკა და არის ესე გამოწყობილი რაღაცა როლში. მოგესალმებით მარიკა, დიდი მადლობა. დიახ, ბესო, ეხლა მე მოგეცემათ საშუალება მარიკა სამანიშვილი ქუთაისიდან შემოვიყვანოს. ჭირდება რაც მე ვთქვი, პროფესიონალი, ობიექტური კადრი ქვეყანას კულტურის სამინისტროში, რომ ეს ყველაფერი ზუსტად გაიწეროს და ზუსტად გადმოეცეს. კარგი, დიდი მადლობა მარიკა, დავაბრუნოთ ისე. ძალიან ლამაზი ქალბატონი, არაჩვეულებრივ ფორმაში. მოგესალმებით მარიკა, რეგიონებში რა ხდება? ქუთაისი არის დიდი ქალაქი და არაჩვეულებრივი თეატრი იყო მათ ყოველთვის, როგორც მახსოვს. დღეს როგორი სიტუაციაა თქვენთან? და არის აღარ არის მოდაში თეატრი არც ქუთაისში თუ რა ხდება? იცით თეატრი მოდაშია, თეატრს მოდა არ თეატრი ყოველთვის იყო და იქნება, იმიტომ რომ თეატრს შეიძლება ქონდეს დაღმავლობა, აღმავლობა, პრობლემები, მაგრამ აი თეატრი ყოველთვის მოდაშია, მსახიობი ყოველთვის მოდაშია, მაგრამ ჩემს წინ ვინ ლაპარაკობდა? გოგა პიპინაშვილი ლაპარაკობდა, თქვენი კოლეგა. და ვინა? გოგა პიპინაშვილი. გოგა, ნუ აი ჩვენ ეხლა მე და გოგა უახლოესი ადამიანები ვართ და ის სატკივარი, რაც მე უნდა მეთქვა, აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოაყალიბა ძალიან სწორად და ძალიან კარგად, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ერთი სატკივარი, რომ თეატრი სამსახური არ უნდა იყოს ნამდვილად. ჩვენ თეატრში, აი არ ვიცი, როგორც გოგამ თქვა, რომ თეატრი არის რაღაცა აი ისეთი იდუმალი სამყარო, რომელსაც არ გააჩნია დრო, საათი, როდის მიდიხარ, მოდიხარ, შენ მსახიობზე ვლაპარაკობ, თორე აი რაც თქვა განათლება პირველ რიგში განათლება რომ აი ამის წინ ნახე საიტზე რომელიღაცა ქვეყანა აცხადებდა რომ მან სკოლებში დააწესა კინოს სწავლების გაკვეთილი და რაღაცა ვაიმე ისე მომეფეონა გულს რომ რა კარგია ნუ ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერ შევძლებთ მაგრამ სკოლიდან აი უნდა ჩაიდოს აუცილებლად ისა კოდი რომ ბავშვი აღიზარდოს კულტურული განათლებული თქვენთან თუ ჩამოდიან კულტურის სამინისტროდან მინისტრი თუ ჩამოდის პრემიერებზე მარიკა რას გვეთქვით ვემსახურებით ქართულ ენას ჩვენ ვემსახურებით ჩვენს მაყურებელს ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალხს და აი განათლებას ინტელექტუალიზმს და ყველაფერს არა ამიტომ მე გოგა ვეთანხმები აბსოლუტურად რომ თეატრი თუ იქნება პრიორიტეტი ქვეყნისთვის იმ შემთხვევაში აი ჩვენთან იყო მოვიდოდნენ რაიკომის დივნები მოვიდოდა სავსე იყო დარბაზი არ მოვიდოდა რაიკომის დივნები ნუ შეთხელებული იყო ნუ მაყურებელი როგორ არ არის მაგრამ არის უამრავი პრობლემა მაგალითად ჩვენს თეატრში არის პრობლემა აი კონდენსირება ხო არ არის ზამთარში პრემიერაზე ვერ გავჩერდი და გავედი იმიტომ რომ საშინელი სიცივე იყო და ზაფხულში კარგი, დიდი მადლობა მარიკა სამანიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. დიდი მადლობა მარიკა. მე დავუსვი შეკითხვა, მაგრამ მან ვერ გაიგო. დიახ, გოგა პიპინაშვილს უნდა მოდით უნდა დავასრულოთ უკვე ჩვენ გადავაცილეთ დროს და მინისტრი გველოდება. ყველანაირად არ შეიძლება ინდივიდუალურად განხილვა რომელიმე კონკრეტული სეგმენტის. მე მეჩვენება რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და ყველაფერს უნდა მივუდგეთ ყველა კომპლექსურად და შევხედოთ
ასე, იმიტომ რომ ყველა ხელოვნების ყველა სფერო არის ძალიან დიდ გასაჭირში მერწმუნეთ. ამიტომ არ ვიცი, განათლების სამინისტროსთან ერთად რომელიღაც სისტემებთან ბმაში უნდა ჩვენ ახალი ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის რომ რაღაც შეიცვალოს მერწმუნეთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ორი კითხვა მინდა გავუტოვო. რამდენიმე სიტყვით, იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ. ბატონო მინისტრო, ძალიან გთხოვთ, ორი რაღაცა მინდა გთხოვოთ და მიპასუხეთ შეახსენეთ ძალიან მოკლედ. ქალბატონ ქეთიზე ძალიან გთხოვთ, განიხილოთ, რომ იქნებ არ შეუმციროთ, იმიტომ რომ მართლა დიდი საქმეა, საშვილიშვილო საქმეა და მეორე ინდივიდუალურ საერთოდ ხელოვნებას და პირადად კინოში რეჟისორებს მოგვაქციეთ ყურადღება ძალიან. კარგი, დიდი მადლობა, ბატონო ბადრი. გაგითხრათ, მე უმოკლეს ისტორიას მოგიყვებით 51 წელი ინგლისი. ჩერჩილმა თქვა, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს და სასწრაფოდ თანხებია მოსაზრიტი, რომ თავდაცვის სამინისტრო გავაძლიეროთ. მოუტანეს თანხები, აგერო კულტურიდან ავიღოთ თანხები და განათლებიდან. და ეუბნება, რად გვინდა ჩვენ იმ ქვეყნის გადარჩენა? რისთვის კულტურაა და განათლება არ გვექნება. ძალიან შედარება, ძალიან ბევრი ამის გამომდინარე, მაგრამ მე ძალიან მინდა კითხო კულტურის მინისტრს რა. თუ კულტურის მინისტრის არ ადარდებს მსახიობის ბედი, რეჟისორის ბედი, მუსიკოსის ბედი, თუ არა ამ ადამიანების ბედი, ხო? მაშინ რას განაგებს ვერ გავიგე. აი ჩვენ არაადეკვატურია თავიდან ბოლომდე. აქ არ საუბარაზე, იცი? გაუნათლებელი ადამიანი. მე პიროვნად არ ვარ, მაგრამ შეიძლება რაღაცა მოფიქრებული, არასწორი ხედვა რომ კულტურაში არტისტებს შეხედეთ ხალხო რა დღეში. ვინმეს უკითხია, ვინ როგორ შოულოს ფულს. დღეს გამოდიან კიდე ერთი ვინმე მიკითხა, სახიობებს დღეს გახმოვნება რომ არ იყოს. არ ვიცი, რაღაცა პატარ-პატარ იყოს. რა ვაკეთოთ? გვიბიძგებსო სხვა საქმე გავაკეთოთ. არ შემიძლია კბილის ტექნიკი ვერ გავხდები, კაცო. უნიჭერესი ხალხია, მაშინ ნუ ამთავრებინებ თეატრალურ ინსტიტუტს, ამდენ სტუდენტს, კაცო, მაშინ თავიდანვე ავიღოთ, როგორც იმის არ იყოს. მართვის აღება თუ იქნება ესეთი ადვილი, იქნება ბევრი დანაშაული. და ამთავრებს ამდენი ადამიანი, როგორ შეიძლება ამდენ არტისტი გამოყავს, სახელმწიფო აძლევს დიპლომს და მე რასეუბნები. არ შეუძლია არტისტს სხვა რამე გააკეთოს, ხალხო. გაიგეთ სწორად რა. მუსიკოს არ შეუძლია, მუსიკალური სკოლები დამგრეულია, კულტურის სახლები ბოსელია, მაგალითებს გეტყვით, სადა. თუ ამას არ მიხედავთ, მაშინ რა გამოდის, ვერ გავიგე. ვისია, ჩვენ რაზე უნდა ვიდაოთ ერთმანეთში? იმ კაცს უსმენდით, მადლობას უხდით და როგორ და ამ დროს რა მოხდა? ფოლკლორში კარგად ვარ და ამის ადეკვატურია რომ თეატრებში ასე ვიყოთ. შეხედეთ არტისტები რა დღეს შეერე, რეჟისორები რა დღეს შეერე. გოგამ რა სხვა თავიდან ბოლომდე აცია ხალხო. მაყურებელია ტესტი დღეს. შენ რა გონი არის ის? ბესომაც იცის, ყველა თეატრშიციან, გულის ტკივილია დღეს პარდას რო გაწევდა, აღარ არის ესეთი პუბლიკა. ცოტა თეატრებია თუ რა შეძლება და ერთი რამე მინდა თქვა. კარგი, თვითონ არაკეთებენ. ქართველი მსახიობები ირანში რო წარმატებებს იღებენ, რეჟისორები რომლებმაც არ ვიცი, თუ არ ვწდები ჭოლამ და იმ რა ქვია, დოიაშვილს ბუხარეთში და იქ პრინციპი მიიღეს და ეს მაინც თქვით ხალხო. ნანკაბუთხუზმა აიღო ირანში საუკეთესო ქალის შესრულების როლი და ეს მაინც თქვით. შეკაი დედმამიშვილო, ესენი მაინც დააპიარეს შენი ქვეყნის უნიჭერესი არტისტები, ეს ხო მაინც იქნება. მადლობა, ფულს არ აძლევ. ფული მოუჭერი. რა უნდა გააკეთოს? უმძიმეს მდგომარეობაში და კიდე რა ხდება? საზოგადოებაში როგორ ხსნიან, იცით? ადამიანი რო ხედავს ტელევიზორში დიდი ხანი ხარ, ავტომატურად გონია რომ ბევრი ფული გაქვს. პოლიტიკოსები არიან დღეს ფუფუნებაში ბანაობენ, ჩვენი ბედით, ჩვენი აი ხელების ფათური და 25% ბიძინა ივანიშვილის მიცემული თანხა იმ კაცმა რაც გააკეთა და გადაარჩინა ბევრი არტისტი, ეხა კულტურის სამინისტრო მოუჭრა. გასცეს პასუხი. ბესო ზანგური, ბესო გისმენთ, ბესო ბოლო შეფასებებით, რამდენიმე წინადადებით და ნიკუშა შენგელაია და ვეთანხმები ამ ადამიანს, რომელიც ესე გულის ტკივილით ლაპარაკობს, ასეთი ემოციებით მერაბჭიქაშვილი ლაპარაკობს. იმიტომ რომ დავიღალე ერთი და იგივეს ლაპარაკით. ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არის ტყუილად ადგილის ტკეპნა. თუ არ მოხდა კონკრეტული ნაბიჯი, რომ ეს საერთოდ მიუღებელი სამინისტრო ხარ თქვენი ცით მსახიობებისთვის. თქვენზე არ ლაპარაკობენ კარგი ტონით და არ გინდათ რომ დაინტერესდეთ რატომ არ ლაპარაკობენ. იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ არ გაღელვებთ თქვენი ქვეყნის კულტურა, თქვენ არ გაღელვებთ თქვენი მსახიობი როგორ არის, თქვენ არ გაღელვებთ თქვენი არც მხატვრობა, არც მუსიკა, არც ფოლკლორი, რომელსაც ის კაცი აკებდა, ხომ?
გასაგებია მესმის ხო რომ ესეთი ენთუზიაზმით არიან, მაგრამ ჩვენც ვართ მასე. აბსოლუტურად უნდა მიეხედოს ყველა თეატრს, რეგიონალურ თეატრებს მართლა ბოსლებად არის გადაქცეული. საპირფარე შოები არა აქვს სახიობებს. ამ ყველაფერს თუ არ მიეხედება ერთბაშად და ერთდროულად, ეს ხლა მომავალ წელს რუსთავის თეატრს მივხედავ, მე იმის შემდეგ მე ზუგდიდში ჩავალ, მე იმის მე იქით, ესე არის შველება. უნდა იბოძოთ ნება, ცოტახანი რაღაც კონცერტები გვერდზე გადადოთ და ჯერ მიხედოთ საკუთარ პროდუქციას და მერე შემოიტანოთ სხვა. იმიტომ თუ საკუთარი არ გაქვს, შენი ოჯახი რომ ავიღოთ, თუ არ გაქვს ოჯახი, ვის შემოყავს სხვა სანახავად, მე არ მაინტერესებს აბსოლუტურად. ჩეკინ ჯორჯია გააკეთეს იმ ქუთაისის თეატრში. საოცრება გააკეთეს, ბესო. ჩეკინ ჯორჯიაში 60 მილიონი გადაიხადეს და რუსთაველის იუბილე იყო 850 წლის. ერთი ბანერი გაგეჭიმა. მაგ ეს არის თანხებზეც, რომელიც სხვა ქვეყნებმა ისეიმეს და ჩეკინ ჯორჯიაში 60 მილიონი გადაიხადეს. ვინმე მიცის ვიკითხოთ ერთი რაში გადაიხადეს ხალხო? 60 მილიონი. გადაიხადეს და თეატრებში არ ვიცი მე დიდი ბოდიშით, მაგრამ იმას კარგად აშუქებთ, აბა არტისტი დაიჭიროთ იმაზე მარიხუანას მოწევაზე ან თქვა ორი ჭიქა დალია და მართლა ფსიქოლოგიური ისაა. აბა მაგაზე დაიჭირე. ეგრევე იტყვი, აუ შენ რომელი არტისტის არა ხარ ბიჭო, როსვავ. სირცხვილია ხალხო, რაზე დავებით ვის? 60 მილიონი ჩეკინ ჯორჯიაში გადაიხადეს, შოთა რუსთაველის იუბილე მისე ჩაიარა. ისრაელში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, ყველგან აღნიშნეს. ჩვენ ერთი ბანერი არ გამოუკრია კულტურის სამინისტროს. აი მითხარით, ეს დაუსრულებლობა. არა, მაგალითად მართალს აღვს ეს ხალხი და დიახ, ნიკუშა შენგელაია და რეკლამაზე უნდა გავიდე. შეულებოდ ახსნის ახლა ამას ყველანაირი ისა საზომებით და ესეა იცით ის აღელვებულია ის არ არის არავინ აღელვებული რა უბრალოდ ჩვენ აი რაღაც გვესირცხვილება ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ როდესაც მივდივარ სპექტაკლის სათამაშოდ, მე ვიცი უკვე დამოკიდებულება მაყურებლის მაყურებელი ის აგრესიული უკვე თეატრის მიმართ. ეთანხმები. იმიტომ რომ არის ის სადმოდის გამიგე? ეთანხმები. მე ჩემთან არის აგრესიული მაყურებელი. ვინ ის ატო იცახმები და ახლა გავამდიდე მე ვუყევ. თამაშობ, ხო ცოტა დაძაბული ვთამაშობ, ცოტა ისევ ვთამაშობ. მე ჩასაფრებულობანას თამაში საქართველოს თეატრებში არ მორჩა. სულ ჩასაფრებული ვიღაც, სულ იმიტომ, სულ აქეთკენ, მე რო ვიცი რომ იქითკენ მაინც რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა შექმნა, არ არსებობს ვარიანტი რომ ვინმე შედეს დაგიფასოს. იმიტომ რომ საკუთარი დაფინანსებული ფესტივალები აქვთ, ვისაც უნდა იმას ამარჯობინებენ, ვისაც უნდა იმას ურიცხავენ, მე იქ მიმიწვიეს არ გამიშვეს, ის მოიწვიეს, მიიღეს და ამის მერე დამოკიდებულება შენი როგორც არტისტის საქმის მიმართ ჩნდება მხოლოდ ისე ვის ინერცია იმ პროფესიონალების, რომლის ეპოქაც აი ნენერა მოგვაჩოჩებს და всё გაჩერდა, დამთავრდა ის ეპოქა უკვე. всё გასაგებია, მეფეები იყვნენ, სოფლიოში პირველები იყვნენ, მაგრამ თუ ახალი რაღაცები არ შეუქმნით, თუ ხელი არ მოგვიმართეს და აი თუ არ გავგვითბეს ჩვენ თვითონ გული ხომ, სცენაზე ვერ გავალ უგულოდ. ამაში ყველა დამეთანხმება. თუ მე გული არ მტკივა, მას სცენაზე მე ვერ გავალ და თუ არ დავხვდა მაყურებელი, რომელსაც უნდა რომ ეს, თუ მე ეს არ მაღელვებს და იმას არ აღელვებს ხომ, საერთოდ არაფერი არ შეიქმნება. დიდი მადლობა თავი და თავი ყველაფრის არის. დიდი მადლობა თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ნიკუშა შენგელა. გოგა დიახ ერთი წინადადებით მე ყველანაირ დროს გადავაცილებ. მე მინდა ბესოს დავეთანხმო რეგიონალური თეატრებთან დაკავშირებით ადრე მე როცა ვსწავლობდი მაშინ იყო ასე რომ აუცილებლად უნდა ჩასულიყავი და 3 წელი გემუშავა რომელიმე რეგიონალური თეატრში და წელს ამთავრებენ ბავშვები და ხედან სახლში კაცი შვილი და თბილისში აბონემენტები საერთოდ თბილისში მოზარდ მაყურებელთა ამაზე კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემებზე აუცილებლად კიდევ მოგიწევთ იმიტომ რომ ეს არის დაუსრულებელი თემა და აუცილებლად ვისაუბრებთ ნიკუშა შენგელაია ნიკუშა თქვენ გვაჩვენა დღევანდელმა გადაცემა რომ ეს არის ძალიან მწვავე პრობლემები თქვენ რა სიტყვით ნიკუშა და დავასრულებ ამ ბლოგს დიახ გისმენთ რა თქმა უნდა მაკა რომ ზოგადად არულხის ხელოვნების ხალხს დღეს და კულტურა მეტად ყურადღების მიქცევა ჭირდება ეს უდავოას უდავოა იმიტომ რომ აი მან გაიხსენეს კარგი ფრაზა ჩერჩილის რა ამიტომ ყველაფერი ბოლო-ბოლო მიდის იმასთან რომ საკმარისი რესურსები უნდა გამოიძებნოს რომ დაკმაყოფილებული იყოს როგორც თეატრები ასევე კინო ასევე ხატრობა ასევე მუსიკა იმ პარკლებში რაც შესაძლებელია ინდივიდუალური ხელოვნება და ასე შემდეგ ჩვენ სამწუხაროდ ვართ პატარა ბიუჯეტის ქვეყანა
რაც შესაძლებელია, მაგრამ მე ერთადერთი რა შეგვიძლია ვთქვა, რომ კულტურის სამინისტრო მაგალითად ცოტა მეტი უნდა იბრძოლოს მთავრობაზე, რომ არ მოაჭრან ფული. აი თუნდაც ამის გამოყენებით რა ფრაზას თქვა ჩერჩილმა. დანარჩენი ყველაფერი შეზღუდულია რესურსებში. უამრავი პრობლემა გვაქვს. გოგამ ნაწილობრივ კარგად თქვა და სწორედ თქვა. ამის პროპაგანდას განათლებაში თქვენ თუ დააკვირდებით ქართულ ტელესივრცეს, აი როგორც საინფორმაციოში არის პოლიტიკა, არასამთავრობოები, ყველა პრობლემა, მერე სპორტი, მერე ამინდი და ბოლოს კულტურა. სამწუხაროდ ესე უყურებენ კულტურას, რომელიც ასაზრდოვებს ზუსტად ერს ყველაფრის სულიერად, ხო? ამიტომ ეს კომპლექსურია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რომ როგორ შევქმნათ მექანიზმი, მე იმიტომ დავიწყე ამით საუბარი, როგორ არის ევროპაში, როგორ არის ამერიკაში. არა კომერციულ ხელოვნებას აფინანსებს სახელმწიფო. იქ მესმის საქართველოში კომერციული ხელოვნების ბაზარიც ჭირს რაოდენობრივად და უწევთ რომ დააფინანსონ როგორც ესტრადის კონცერტები, ასე ბევრი რაღაცეები. მაგრამ ფუნდამენტალურად ფინანსდება თეატრები, ფინანსდება ფონდებიდან კინო, ფინანსდება ოპერა, მუსიკა, კლასიკური და ასე შემდეგ. ამიტომ საჭირო არის იქ დანარჩენ ფულს იზიდავენ ფონდებით, ბიზნესიდან. ეს ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე უნდა იფიქროს თუ რა შესაძლებლობა არის, რა ინტერესი შეიძლება გაუჩინოს ქართულ ბიზნესს, რომელიც დააფინანსებს ქართულ ხელოვნებას, ქართულ მეცნიერებას. ადრე იყო პრობლემატური ეს ყველაფერი, მაგრამ დღევანდელ რომ აკონტროლოს, რომ ბიუჯეტ მიღმა არ აღმოჩნდეს თანხები, მაგრამ დღევანდელ ელექტრონულ აღრიცხვაში ეს შესაძლებელია. ეს საკითხი უნდა დადგეს, როდესმე თუ რა შენატანი შეუძლია გააკეთოს ქართულმა ბიზნესმა, ზოგადად ქართულ კულტურაში, ქართულ ხელოვნებაში. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ბადრი ბაგრატიონ გროზინსკი, გოგა პიპინაშვილი, ნიკუშა შენგელაია, ბესო ზანგური, ქეთი დოლიძე, შოთა კალანდაძე, მერაბ ჭიქაშვილი, მარიკა სამანიშვილი, გიორგი დონაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. რეკლამაზე გავდივარ და რამდენიმე წუთში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უპასუხებს პრიორიტეტის შეკითხვებს. აბაშიძის 22. კიმბო იტალიური ბრენდის ყავა, რომელიც დაიბადა ქალაქ ნეაპოლში. სათუთად შერჩეული ინგრედიენტები და ყავის მარცვლების დახვეწილი ნაზავი ქმნის სრულყოფილ არომატს. კიმბოს რეცეპტის შექმნა ყოველთვის იწყება საუკეთესო ინგრედიენტების შერჩევით. კიმბო თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი გამოცდილება. კიმბო წლების ტრადიცია, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. გსურთ საყვარელი ადამიანის გულის მოგება? მაშინ მას ნამდვილი იტალიური პასტა უნდა მოუმზადოთ. Fiamma Vesuviana კერძს გამორჩეულად გემრიელს და ნოყიერს გახდის. თქვენ კი სასიამოვნოდ გაოცდებით. Fiamma Vesuviana იტალიაში დამზადებული არაგენ მოდიფიცირებული მაკარონი. ახალი 100%-ით ნატურალური ჩაი ტიფსონი პირდაპირ ცეილონიდან. სათუთად არჩეული ნამდვილი ჩაის ფოთლები შენს ფინჯანში. შავი ჩაი ინგლისური საუზმე, შავი ჩაი ერლ გრეი, მწვანე ჩაი ჟასმინით. შეიგრძენით ტიფსონის ჩაის გამაცოცხლებელი არომატი. ბრაზილიის, ჰავაის და კოსტა-რიკის პლანტაციებში მოყვანილი და შეგროვებული საუკეთესო ყავის მარცვლები. თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმული მოხალვის ძველი ტრადიცია. ჩვენ ვქმნით მსოფლიოში ყველასათვის ცნობილ იტალიური ყავის ნაზავს. სეგაფრედო ძანეტის სურნელოვანი შემოთავაზება. ხსნადი ყავა ჰილსპროსი. რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებამდე? რომელ ქვეყანაში შეიძლება ვიმოგზაურო უვიზოდ? ევროკავშირის შენგენის წევრ ყველა ქვეყანაში, ირლანდიის და დიდი ბრიტანეთის გარდა. რა დამჭირდება სასაზღვრო კონტროლის დროს? ბიომეტრიული პასპორტი, დასაბრუნებელი ბილეთი, ინფორმაცია საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილის შესახებ, მაგალითად სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, ან ევროკავშირის შენგენის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება, მაგალითად ნაღდი ფულით ან მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით. ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 94 50 50.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გადაცემის სტუმარია კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელიც პრიორიტეტის შეკითხვებს უპასუხებს. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენ უსმენდით ჩვენს სტუმრებს, საკმაოდ ესეთი ცხელი დებატი იყო, აღელვებულები იყვნენ ადამიანები და ძალიან ბევრი შეკითხვა მათაც დასვეს, თუმცა ჩვენც გვაქვს შეკითხვები. დავუშვათ ტყუილი ადგილის ტკეპნა, მიუღებელი სამინისტრო, 25% ქართულს თანხა მიითვისა კულტურის სამინისტრომ, ჩეკინ ჯორჯიას 60 მილიონი გადაიხადა, მაგრამ სპექტაკლებზე რეგიონალურ თეატრებს მოაჭრეს თანხები. აი მე ჩავინიშნე ის თემები, რაზეც ისაუბრეს ჩვენმა სტუმრებმა. როგორ ფიქრობთ, რატომ აცხადებენ კულტურის წარმომადგენლები, რომ სამინისტროს კარები დღეს ჩაკეტილია ისე, როგორც არასდროს? თქვენ არ ხვდებით ხელოვანებს, რატომ გაანაწყენეთ? თქვენ რით გაანაწყენეთ უბრალოდ ისინი ასე? პრემიერებზე მართლა არ დადიხართ, ბატონო მიხეილ? საღამოშტობის ქალბატონო მაგა, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მივესალმები თქვენს მაყურებელს. მე სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ იმ ასე ვთქვათ ტყუილების პირდაპირ უნდა ვთქვა სიმრავლით, რაც მოვისმინე ახლა ეთერში თქვენი რესპონდენტების უმრავლესობის მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ პასუხის გაცემა იმ აბსოლუტურად ასე ვთქვათ არაადეკვატურ ვიტყოდი ბრალდებებზე, რაც გაისმა ასეთი ზედაპირული საუბარი და ამდენად ასე ვთქვათ საკითხის ან თუ გნებავთ პრობლემის სიღრმეში ჩაუხედაობა, ნუ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მე მზად ვარ თვითეულ თქვენ შეკითხვას გავუცე პასუხი, თუმცა საუბარი დიახ ძალიან ცხარე იყო და ძალიან ემოციური და აღელვებული, მაგრამ იყო რაღაც ზოგადი საუბარი ყველაფერზე და არაფერზე, სულ რამოდენიმე ძალიან კონკრეტული ბრალდების გარდა და ნუ დავიწყებ თუ ნებას მომცემთ პირველი რესპონდენტი, თუ არ ვცდები ბადრი გრუზინსკიმ დაიწყო საუბარი ეთერში. 75 დაარსებული სახელოვნებო სკოლა, რომელიც თურმე ჩვენ გავანადგურეთ და დავხურეთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია რაზეა საუბარი. თანაც როდესაც იცი ადამიანმა, რომ გადაცემის მეორე ნაწილში მე პასუხი უნდა გაქცე და დღეს კულტურის მინისტრი ვარ და ვფლობ იმ ინფორმაციას, რაც ჩემამდე ხდებოდა და ბუნებრივია იმასაც, რაც ჩემ დროს კეთდება, ნუ ამაზე საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია. 75 სახელოვნებო სკოლის დაარსებაზეა საუბარი. აქ ის რასაც გულისხმობდა ალბათ ბატონი რეგიონებს გულისხმობდა ბატონი ბატონი. კი ბატონო, გახდათ ის რომ არსებული სახელოვნებო სკოლებისთვის დრაფტი, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად არაადაპტირებული დაიწერა, ასე იგი გეგმის, სასწავლო გეგმის დაწერა ქალბატონმა მანანა დოიჯაშვილმა და რეზო კიკნაძემ დაწერეს, ასე ვთქვათ, და ის რეკომენდაციის სახით კიდევ ერთხელ ვიძახი, აბსოლუტურად არაადაპტირებული, არაგავლილი სხვა თუნდაც განათლების სამინისტროსთან და ეს რეკომენდაცია დარჩა. ანუ საუბარი იმაზე, რომ რაღაც სისტემა ან პროგრამა განადგურდა, ნუ უბრალოდ არანაირ კრიტიკას ვერ უძლებ. ზოგადად რეგიონზე იყო არაერთი, ასე ვთქვათ, მინიშნება და რეგიონალურ თეატრებზე საუბრობდნენ პირდაპირ, შეეკვეცათო მათ ბიუჯეტი და დიახ ინგრევა შენობები. თეატრების ხელმძღვანელები არ ყავდათ მოწვეული ამ გადაცემაში, თქვენს გადაცემაში. ჩვენ გავაგზავნებთ ბატონო მიხეილ ამ თემებს და მოვიწევთ აუცილებლად მათაც. კი ბატონო, რეგიონული თეატრების ხელმძღვანელები რომ არ იყვნენ დღეს ეთერში და მათი სახელით სხვა საუბრობდა, მე ვფიქრობ, რომ სურათი სულ სხვანაირი გამოჩნდებოდა, რომ გეკითხათ იგივე, არ ვიცი, ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელისთვის, სენაკის, ახალციხის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის, თუ რა კეთდება და როგორ კეთდება, რა მხარდაჭერა აქვს რეგიონულ თეატრებს, გნებავთ საგასტროლო ნაწილში, გნებავთ სადადგმო ნაწილში, ზოგადად საუბარი იმაზე, რომ ფული საკმარისი არ არის, ამას საქართველოს კულტურის მინისტრი კი არა, ნებისმიერი ასე ვთქვათ, დღეს დასავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის კულტურის მინისტრი გეტყვით, რომ დიახ. ანუ არ შეეკვეცათ მათ ბიუჯეტი, ბატონო მიხეილ, თქვენ ამას ამბობთ, რომ არ მოხდა შეკვეცა რეგიონალური თეატრებისთვის ბიუჯეტის.
ყველა სიპის, რომელიც ჩვენს ესე იგი სისტემაში შემავალი სიპის ბიუჯეტის შეკვეცა მოხდა 10%-ით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ასე ვთქვათ, გარკვეული ოპტიმიზაციის ხარჯზე, იმ გზაზე, რომელსაც აირჩევდა ამა თუ იმ თეატრის ხელმძღვანელი, მათზე ასე ვთქვათ, იყო ეს დამოკიდებული ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებაზე თუ რაიმე სხვაზე, არავით არის მითითება პირდაპირ, რომ გინდა თუ არა მსახიობებს სამსახიობებისთვის მოეჭრათ ხელფასი დაეკლოთ არ ყოფილა და ეს არის ტყვილი ზოგმა თეატრმა ეს გზა აირჩია, ზოგმა თეატრმა სხვა გზა. თავად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თეატრები, ასე ვთქვათ, საკმარისი ყურადღებით არ სარგებლობენ კულტურის სამინისტროს მხრიდან, ამაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები და პირიქით დავაბრუნებდი ამ შეკითხვას. თავად არა მხოლოდ თეატრები, ზოგადად სიპები, რომლებიც არსებობენ კულტურის სამინისტროს სისტემაში, რას აკეთებენ ისინი თავად იმისთვის, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები მოიძიონ და არ იყვნენ მხოლოდ ბიუჯეტზე, სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ სიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სწორედ იმიტომ იქმნება, რომ ის ორიენტირებული იყოს საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე, ეს ბილეთების გაყიდვა იქნება სხვადასხვა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა თუ კიდევ სხვა. არც ერთი თეატრი, ერთადერთი, რომელმაც გამოიყენა შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გავუჩინეთ დღეს სიპებს და აიპებს, რომლებიც და ასევე კერძო ორგანიზაციებს და არასამთავრობოებს, რომლებიც კულტურის სფეროში მოღვაწეობენ, იგივე შემოქმედებითი ევროპის 1,5 მილიარდ ევროს ბიუჯეტზე ხელმისაწვდომობა. ერთადერთი თეატრი, რომელმაც ეს შესაძლებლობა გამოიყენა, არის მარჯანიშვილის თეატრი და მიიღო პროექტის დაფინანსება. არც ერთმა სხვა თეატრმა არც კი ეცადა, რომ ამ პროგრამაში გარკვეული პროექტი შეეტანა. ბატონო მიხეილ, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ტყუიან ისინი, ტყუილები, ეხლაც თქვით, რომ რაღაცა ესეც ტყუილია. რას გულისხმობთ? ისინი ამბობენ, რომ თქვენ არ დადიხართ სპექტაკლებზე. პრემიერაზე არასდროს არ მინახავსო. აგერ ბესოზანგურმა თქვა რუსთაველის თეატრში არ დადიხართ პრემიერებზე. ეხლა მე ძალიან ვწუხარ ბესომ თუ ვერ დამინახა პრემიერაზე, არა მხოლოდ მე, პრემიერიც იყო, პრემიერთან ერთად ვიყავით ჩვენ ამ კონკრეტულ პრემიერაზე და საერთოდ რუსთაველის თეატრში დავდივარ თუ არა, მოდით გია თევზაძეს ვკითხოთ, რუსთაველის თეატრის დირექტორს, ნამდვილად ასე ვთქვათ, ჟარგონს ვიხმართ და გავმაზე პრემიერა ზურაბ ყიფშიძის, ზურაბ გეწაძის დადგმული შექსპირის, ნამდვილად ეს ბოლო პრემიერა, ასე ვთქვათ, ვერ მივედი, თუმცა როგორც სამინისტროს წარმომადგენელი, ისე ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ და ჩემი ბილეთი, ასე ვთქვათ, ვაჩუქე ჩემი ოჯახის წევრს. ალბათ, ნუ ეს ერთადერთი, ასე ვთქვათ, ესეთი პრემიერა იყო, რომელსაც ვერ დავესწარი. კითხეთ სხვა თეატრების ხელმძღვანელებს, დავდივარ თუ არა, ნუ რაღაც სასაცილო მაპატიოს ყველამ, მაგრამ უბრალოდ სასაცილო ბრალდება არის. რეგიონულ თეატრებთან მოგახსენეთ და იქნებ რეგიონული თეატრების ხელმძღვანელებს კითხოთ, როდესაც რეგიონში საერთოდ ასე ვთქვათ, ბატონო მიხეილ, აბა საი რატომ არის ესეთი განწყობა? ერთი წუთი ძალიან გთხოვთ რა. ესე იგი ვისმენ ამდენი ხანი აი ამ უაზრო ბრალდებებს და ასე ვთქვათ, არ მეძლევა საშუალება, რომ პასუხი გავცე. როდესაც რეგიონებზე არის ზოგადად საუბარი, ძალიან გთხოვთ, მომისმინეთ. როდესაც ზოგადად რეგიონებზე არის საუბარი, კონკრეტული რეგიონებზე გათვლილი პროექტები თავად კულტურის სამინისტროს ინიცირებული არის, რომელიც გათვლილი არის როგორც მაღალ მთიან რეგიონებზე, ისე გამყოფ ხასთან ცხოვრები მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ჩართულობაზე, არა უბრალოდ რაღაცა კულტურული პროდუქტის მიტანაზე, არამედ ინტერაქციული პროექტებია მათი ჩართულობა და ასევე ჩვენი, ასე ვთქვათ, ოსი და აფხაზი, როდესაც დაინგრა შენობებიო, ბატონო მიხეილ, მერაბ ჭიქაშვილი ამბობდა, დაინგრა შენობები, ადამიანია დაშავებული, წელი მოწყდა ამ ადამიანს. ფოთის თეატრზე იყო. ზუსტად ამას ვამბობ, კითხეთ სენაკს, კითხეთ ზუგდიდს, კითხეთ ახალციხეს, კითხეთ თელავს, კითხეთ ოზურგეს, რა ხდება დღეს ამ თეატრებში, რომ ესე ხო არ შეიძლება საუბარი, რა. არაერთი რეგიონული თეატრალური, სწორედ თეატრალური ფესტივალის მხარდაჭერა
ხდება დღეს ფოთის ფესტივალი, რომელიც სწორედ შარშან დაარსდა და სწორედ რეგიონულ თეატრებზე არის. ბატონო მიხეილ, ფესტივალი არის სწორედ ერთ-ერთი თემა, რის გამოც ქეთი დოლიძე თქვენს გადადგომას მოითხოვს. სხვადასხვა კონკურსები, რომელსაც ჩვენ მხარს უჭერთ, სწორედ ახალგაზრდა რეჟისორების მხარდასაჭერად და ასე შემდეგ. აღარ შეიძლება ასე კიდევ ერთხელ ვიძახი, ესე ასე ვთქვათ, უბრალოდ ბრალდებების ესე გასროლა ჰაერში არის ძალიან ადვილი, მაგრამ ძალიან კონკრეტულ ასე ვთქვათ პასუხებს წემ აი ამ რაღაცა ზედაპირულ. დიახ, იმიტომაც მინდა რომ აი ყველა კითხვაზე გქონდეთ საშუალება პასუხის. თქვენ ფესტივალი ახსენეთ და არ შეიძლება რომ არ თქვა ფესტივალ საჩუქარზე რომ არ კითხოთ არ შემიძლია, რადგან ეს არის ძალიან დიდი ხანია უკვე ეს თემა არის. დიახ, კითხავს და აუცილებლად ძალიან მეუხერხულება და პირდაპირ ვიტყვი რომ ცხენია ქალბატონი ქეთი დოლიძის მაგივრად, როდესაც ის საუბრობს იმაზე რომ მინისტრმა მე მას გაუნახევრე ბიუჯეტი, არასდროს არ გამიკეთებია ეს და პირველად ვაკეთებ ახლა, ასე ვთქვათ, საბუთებით ესე ბრძანებებით ეთერში არასდროს არ მოვსულ ვარ, მაგრამ იძულებული ვარ რომ ეს გავაკეთო, იმიტომ რომ არაერთხელ გავაკეთე კომენტარიდან გრძელდება ეს, მინდა ყველამ ნახოს. ჩემი ბრძანება შარშანდელი ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს რომ ფესტივალ საჩუქარს გამოეყო 479,000 ლარი. არანაირ ასე ვთქვათ დაკლებაზე დათარიღებული არის 14 ივლისით, არანაირ შემცირებაზე ჯერ კიდევ საერთოდ საუბარი არ იყო ეს. თუ გახსოვთ წლის ბოლოსკენ ასე ვთქვათ შემოდგომაზე დაიწყო უკვე ოპტიმიზაციაზე ზოგადად ბიუჯეტის საუბარი 479. გავანახევრე მისი თქმით გავანახევრე ბიუჯეტი და წელს გამოვუყავით 450,000 ლარი. გავანახევრე ბიუჯეტი. ნუ სირცხვილია რა, უბრალოდ ამაზე საუბარი. როდესაც მოვედი სამინისტროში, ფესტივალ საჩუქარს ჰქონდა 650,000 ლარი, ქალბატონმა ქეთიმ 200,000 ლარი საკუთარი ნებით მოაკლო ფესტივალს და გამოიყენა 200,000 ლარი იმაში რა ქვია ედინბურგის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და ერთი თვით წავიდა ედინბურგში. შარშან ედინბურგისთვის, ასე ვთქვათ, წელს ედინბურგისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით ერთ თეატრს ვერ დავახარჯავდით ბატონო 200,000 ლარს. არ გვაძლევს ბიუჯეტი ამის საშუალებას. ფესტივალ საჩუქარს რაც ეხება, ფესტივალს უშუალოდ როგორც გაჩვენეთ 479,000 შარშან 450,000 წელს. რა განახევრებაზე ვსაუბრობ? ამის გარდა დაახლოებით 300,000 თბილისის მერიიდან აქვს ფესტივალს, ამიტომ ასე ვთქვათ წუწუნი იმასთან დაკავშირებით რომ განადგურებულია ფესტივალი და ვერც ერთი დასი ვეღარ ჩამოყავს, ну, არ ვიცი, ვერანაირ კრიტიკას ასე ვთქვათ ვერ უძლებს. პრემიერებზე და ზოგადად ასე ვთქვათ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე სიარულთან დაკავშირებით მოგახსენეთ, კითხეთ თეატრების ხელმძღვანელებს, კითხეთ მუზეუმების ხელმძღვანელებს, ორგანიზატორებს გამოფენების, უამრავი, ასე ვთქვათ, ღონისძიება სხვადასხვა კულტურული პროექტის კონკურსის გამარჯვებული გასტროლიდან ჩამოსული ფესტივალების სპეციალურად ასე ვთქვათ წარმატებული გასტროლისთვის მიძღვნილი პრესკონფერენციები თეატრების ხელმძღვანელების და მსახიობების ვინც ესეც ითქვა ეს ვინც ასე ვთქვათ საუკეთესო როლი აიღო საუკეთესო სპექტაკლის ასე ვთქვათ ნომინაციაში მოიგო და ასე შემდეგ. სწორედ კულტურის სამინისტროში ყველა თეატრი არის ასეთ პრესკონფერენციაზე მსახიობებთან ერთად ასე ვთქვათ ისა მიღებული აქვს მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში. თქვენ წარმოადგენთ ახლა დოკუმენტაცია, ასე ვთქვათ, გვაჩვენეთ ფესტივალთან დაკავშირებით. მაშინ როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვს ქეთი დოლიძე ასე დაჟინებით თქვენს გადადგომას? ეს არის რაიმე თქვენ შორის რამე პიროვნული დაპირისპირება არის თუ რა ხდება? თქვენი აზრი მაინტერესებს. რასთან არის დაკავშირებული, რომ მას უნდა რომ გადადგომო? მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ვთქვათ, განუსაზღვრელი
ბიუჯეტით განუსაზღვრელი შესაძლებლობებით არ სარგებლობს ქალბატონი ქეთი და დიდი ბოდიში, ასე ვთქვათ, მარტო თუმანიშვილის თეატრის კინომსახიობთა თეატრი არ არის ამ ასე ვთქვათ ამ ქვეყანაში და დიახ სხვა თეატრებს და ბევრად უფრო მეტად რეგიონულ თეატრებს ჭირდებათ დახმარება და მთელ ასე ვთქვათ ბიუჯეტს ქალბატონი ქეთის თეატრს ვერ დავახარჯავთ. თუ ეს არის განაწყენების ასე ვთქვათ მე ვფიქრობ მიზეზი და ამიტომ ქალბატონი ქეთი კიდევ ერთხელ ვიტყვი უბრალოდ ასე ვთქვათ სიცრუეს ტირაჟირებს სხვადასხვა ეთერებიდან და ჩემ სიტყვას რომ აღარენდოთ, ამიტომ წარმოგიდგინეთ ასე ვთქვათ ეს საბუთები, რომელიც წარმოგიდგინეთ. არ არსებობს კულტურის პოლიტიკა, დაქცეული ქართული ხელოვნება და უჭირთ ხელოვანებს. შიმშილით კვდებიან. მე ციტატებს გიკითხავთ, იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებებს, ასე ძალიან ბევრი ქართველი ხელოვანი ფიქრობს, სტუდიაშიც იყვნენ ისინი. ეს არის კლანი, აი თქვენზე კიდე ამბობენ, ბატონო მიხეილ, ეს არის კლანი, რომელიც სხვას ყველას ბლოკავს და ამავე დროს მათ არ გააჩნიათ კომპეტენცია, ეგოიმებად ყველაფერი ქართულიო. ამას ამბობენ თქვენი ოპონენტები. თქვენი პასუხი ამაზე. დიახ. გპასუხობთ. პირველად კულტურის სამინისტროს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად სრულ თავდაბლობის გარეშე ვამბობ ამას. სწორედ ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ სამინისტროში პირველად შემუშავდა და დაიდო სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც ქვია კულტურის სტრატეგია 2025, არამც თუ მუშაობა, საერთოდ საუბარიც კი არ იყო ასე ვთქვათ, მსგავსი დოკუმენტის შემუშავებაზე, ზოგადად მთელი საზოგადოება, ასე ვთქვათ, წუხდა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლება სტრატეგიული დოკუმენტი არ გააჩნდეს კულტურის სამინისტროს ქვეყანაში, სადაც ამდენად გამორჩეული, ძველი, განსაკუთრებული და თვითყოფადი კულტურა არის, პირველად ასეთი დოკუმენტი დაიდო სწორედ ასე ვთქვათ, ჩემი მინისტრობის დროს, თავად პროცესი, რა პროცესის შედეგადაც შემუშავდა ეს დოკუმენტი იყო იმდენად სამაგალითო, არა მხოლოდ ჩვენი ასე ვთქვათ ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით, არამედ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ქალბატონმა დრაგონი მის შეაფასა როგორც სამაგალითო პროცესი, ასე ვთქვათ, მთელი დანარჩენი ევროპისთვის და დღეს ევროკავშირის კულტურის და შემოქმედების პროგრამაში და დღეს ამ პროგრამაში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის ინიციირებული, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, ასე ვთქვათ, ითხოვენ იმას, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, საქართველოსნაირი პროცესი გამართონ და შეიმუშაონ სტრატეგიული დოკუმენტები. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ ბატონო მიხეილ, კულტურის სამინისტრომ არ შემიძლია არ თქვა ერთი წამით. კულტურის სამინისტრომ შეეხო ისეთ თემებს, რომელიც საერთოდ აქამდე, ასე ვთქვათ, მის ძალიან სამწუხაროდ მის ყურადღების სფეროში არ მოხვედრილა არასდროს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ასე ვთქვათ, თემა დღეს მთელ მსოფლიოში შემოქმედებითი ინდუსტრიები, ანუ სწორედ შემოქმედებითი ასე ვთქვათ, სფეროს ინდუსტრიალიზაცია და მისი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში არის ჩართული, სწორედ ძალიან კონკრეტული ფინანსური და ეკონომიკური სარგებლის მიღება და პირველად ისევ და ისევ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დაიდო ამ სფეროს განვითარების გზამკვლევი ევროკავშირის და ევროსაბჭოს ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სხვა დროს, ბატონო მიხეილ, მოგცემთ საშუალებას. მე აღარ ვეხები სხვა ასე ვთქვათ სფეროებს, როგორიც არის იგივე კულტურული უბრალოდ ჩვენ ყველანაირ დროს გადავაცილეთ და შეიძლება გავყრანო. გადაცემა არ მეყოფა რომ ჩამოთვალო. ბატონო მიხეილ, მოდით ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ. ამ მიმართულებით. მესმის ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, მე გთხოვთ. ეს არ ეხება ჩვენ დღევანდელ თემას, ბატონო მიხეილ. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ და დაგემშვიდობებით. თქვენ იცით ქართველი ხელოვანების პრეტენზიები მახათას მთასთან დაკავშირებით, სადაც საზოგადო მოღვაწე და პანთეონი უნდა გადაიტანონ. უпростоრეთ აღარ ეტევა დიდუბეში და ახალი უნდა გაკეთდეს. ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია მაინტერესებს, რადგან არის ნაწილი ამ საზოგადო მოღვაწეების, რომლებიც ამბობს, რომ დიდუბის პანთეონის შეიძლება მოინახოს მათი ადგილები. რა სიტყვით, რა კომენტარს გააკეთეთ? ასე ვთქვათ,
სანამ ამაზე გიპასუხებთ, მაინც არ შემეძლია იგივე ჩეკინ ჯორჯიას არ შევეხო და დიახ, მეც მინდოდა კითხვა, მაგრამ დრო აღარ გვაქვს უბრალოდ რამდენიმე სიტყვით იქნებ გითხრათ. 60 მილიონი გამოიყო ჩეკინ ჯორჯი. ძალიან მოკლედ ვიტყვი. ძალიან მოკლედ. ეს ერთ-ერთი ბრალდებაა თქვენს მიმართ. ასე თქვა დრო არა გვაქვს და არ მასვით რომ ბოდიშ ვიხდი ქალბატონო მაგრამ მომეც საშუალება რომ პასუხი გაგცეთ. ძალიან გაცვეთილი სასპეკულაციო თემა რომ თითქოს ასე ვთქვათ რაღაცა კლანს ჩაგდებული აქვს ასე ვთქვათ ხელში ეს სფერო ჯერ ერთი ციფრი რომელიც გაჟღერდა 60 მილიონი აბსოლუტურად არაადეკვატური არის და როგორც მინიმუმ სამჯერ ნაკლები დაჯდა ეს პროექტი დაჯდომის გარდა მინდა შევახსენო ყველას რომ იმ შემოწირულობების და სპონსორული ასე ვთქვათ შემოსავლების ხარჯზე მთლიანად დაიფარა ის რაც გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა რომელიც შემოვიდა მიემართა სწორედ უპრეცედენტო აბსოლუტურად ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების პროგრამას და სწორედ ის ობიექტები რომლებიც 10 წლეულობის განმავლობაში იყო მთელი ჩვენი საზოგადოების წუხილის ასე ვთქვათ მიზეზი იგივე სამხატვრო აკადემია თეატრალური უნივერსიტეტი თოჯინების თეატრი ეროვნული მუსიკალური ცენტრი მუსიკის და მუსიკის და დრამის თეატრი არ ვიცი იგივე რუსთაველი სულ ცოტა ხნის წინ 9 მილიონიანი ასე ვთქვათ გაუმჯობესება ელექტროსისტემის მარჯანიშვილის თეატრი იგივე თუმანიშვილის თეატრს არაერთი ასე ვთქვათ პრობლემა ჰქონდა და ნაკლები თანხები კი ბატონო იმ მომენტში დაждდა მაგრამ მეტი საჭიროება არ იყო და იგივე ასე ვთქვათ რეგიონული თეატრები რომლის ასე ვთქვათ ფონდი ქართუს დახმარებით და მათი მონაწილეობით აბსოლუტურად უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გასაგებია ჩვენ და დავასრულოთ ბატონო მიხეილ მებოდიშვილს. პროექტი უნდა იყოს თუ არა ასეთი პროექტები ხო კლანთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე ხაზს უსვავ უკვე მე რამდენად არ ვიცი მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ თავიდან ბოლომდე ჩეკინ ჯორჯია შარშან კულტურის სამინისტროს ძალებით განხორციელდა და არც ერთი კერძო კომპანია მით უმეტეს ის კომპანია რომელშიც მე მოღვაწეობდი წლების განმავლობაში არანაირი არც პირდაპირი არც ირიბი სახით არ იყო ასე ვთქვათ ამ დიდი ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზებაში ჩართული თავიდან ბოლომდე კულტურის სამინისტროს ძალებით ჩატარდა ეს რამაც დაზოგა სხვათა შორის ძალიან დიდი თანხა მე პირდაპირ ვიტყვი რამოდენიმე მილიონი იმიტომ რომ იმ შემთხვევაში რომ ეს რომელიმე კერძო კომპანიას გაეკეთებინა ბუნებრივია რომ ვინც ჩახედულია ამ სფეროში მოდით პანთეონზე რამდენიმე სიტყვით და უნდა დავასრულოთ ბატონო მიხეილ გარკვეულ ანაზღაურებებს აიღებდნენ ეს კომპანიები ჩატარდა უმაღლეს დონეზე წარმოუდგენელი ასე ვთქვათ სარგებელი ნახა სწორედ ადგილობრივმა მეწარმეობამ ადგილობრივი ტურისტული ნაკადების გააქტიურებაზე რომ არ ვთქვა არაფერი და უცხოეთიდან შემოსულ ტურისტებზე წარმოუდგენელი შემოსავალი დამატებითი ნახა სწორედ ადგილობრივმა ნახეს მეწარმეებმა ანუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ყველა იმ ბიზნესმა რომელიც ტურისტულ ინდუსტრიასთან არის პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული რაც ეხება პანთეონს დიახ ფიზიკურად არ არის ადგილი დიდუბეში ძალიან მკაფიო ასე ვთქვათ განმარტებები ამასთან გააკეთა ვიცე-მერმა ქალბატონმა ნინა ხატისკაცმა მე ვერ წარმომიდგენია მისი ეთერის შემდეგ თუ რაიმე კითხვის ნიშანი კიდევ შეიძლება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით და დიახ მახათას მთაზე ახალი პანთეონი დღეს შენდება ასე ვთქვათ და ეს არ შეიცვლება როგორც მე და არ ამგონია რომ ასე ვთქვათ ეს პრობლემა იყოს ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პასუხობდა პრიორიტეტის შეკითხვებს ეს იყო პრიორიტეტი მე ვარ მაკარაზმაზე ხვალ გადაცემას გიორგი გასვიანი წაიყვანს მე პარასკევამდე გემშვიდობებით მადლობა